შაბათს 22 საათზე მაფია All-Stars მეორე სეზონით ბრუნდება ბეტსონ სპორტის არხზე. ძირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფიის All-Stars ბოლო ეპიზოდი, ფინალური ეპიზოდი არის და მინდა რომ გავამხნევოთ მონაწილეები. კომენტარებში გაგვამხნევეთ, გაგვილაიქეთ, გამოიწერეთ ამ ადამიანების არხები და დღეს გაირკვევა ვინ მოიგებს 20,000 ლარს. ბეტსონ სპორტი არის ჩვენი გენერალური სპონსორი, რომელსაც უღრმესი მადლობა სპონსორობისთვის. ბეტსონის აპლიკაციაში თქვენ შეგიძლიათ ამ თამაშის ბოლოს, როდესაც ქულები დაიწერება, მისცეთ თქვენ რჩეულს ხმა, რომელიც მოიგებს 500 ლარს. მადლობა გულშემატკივრობისთვის. მაფიის სპონსორი არის Celsius-ი, რომელიც არის ოფიციალური წარმომადგენელი არისტონის გათბობა გაგრილების კომპანია არის და მას თავისი რჩეულისთვის პრემიალური ხარისხის გათბობის ქვაბი ექნება საჩუქრად, რომელიც 6,700 ლარი ღირს. ნახოთ ვინ გახდება Celsius-ის რჩეული. თქვენ უკვე კარგად იცით რომ ვიმყოფებით მირიან მეფის 31-ში, რომელიც არის მაფიის სახლი და სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდები, PlayStation-ები, მაფია, სადაც ტარდება თბილისის თასი, რომლის ფინალით შემდეგ შაბათს დაიდება G2G-ის არხზე. თუ იცით ასეთი იუთუბერი, ფინალი ძალიან დაძაბული იქნება, დარწმუნებული ვარ. მე გამომწერების ტურნირი ყოველთვის მინდოდა რომ ჩამეტარებინა და ეს უკვე შედგა. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც მიიღეთ მონაწილეობა. კვლავ ჩატარდება ხოლმე. მირიან მეფის 31-ში ახლახან დავამატეთ კომპიუტერები, რომელიც At-Home დაგვიმონტაჟა და ავაწყეთ. At-Home არის კომპიუტერული მაღაზია, ასევე გეიმინგ აქსესუარების მაღაზია და საახალწლოდ შეგიძლიათ რომ შეიძინოთ მაგარი პროდუქცია. მადლობა მათ სპონსორობისთვის და მხარდაჭერისთვის. ბრავო At-Home. შეგვიძლია ვითამაშოთ Counter-ები, Valorant-ი და სხვადასხვა თამაშები. TikTok ედიტორებს მოგმართავთ რომ ფინალის შემდეგ იქნება TikTok ედიტების გამარჯვებული გამოვლინდება. 5 გამარჯვებული დაჯილდოვდება. ავარჩევ ჩემ ფავორიტებს და მათ პრიზები გადაეცემა. დაკლიპეთ, მადლობა. ჰეშტეგი არის აი აქ გამოტანა. მეგობრებო, განსაკუთრებულად მინდა გავამხნევოთ ბატონი გიგი, რომელიც თავიდანვე გვინდოდა რომ ყოფილიყო, თუმცა აი ესე ისეთი რთული გრაფიკი აქვს რომ ბიჭო, სიმართლე თქვი რომ სოსო ბანდი მოთამაშე იყო, გავუშვით ანტარქტიდაზე და მოვედი მე. აი ესე მოგზაურების ქულები დაჯამდება და გამოგზაურება სამზე. Celsius-მა მოწერა. მე მგონი დროა რომ დავიწყოთ, დავაღამოთ სლენდერას უღრმესი მადლობა დახმარებისთვის და გთხოვთ რომ ხელები ავიღოთ მაგიდიდან, იღვიძე
იღვიძებს პირველი ნომერი და ეცნობა თავის როლს. მიიღო როლი იღვიძებს მეორე. იღვიძებს მესამე. მეოთხე ქართ შოუჩიზე შეგიძლიათ შეიძინოთ მაფიის კარტები და ასევე სხვა კარტებიც ძალიან მაგარი კარტები იყიდება იღვიძებს მეხუთე იღვიძებს მეექვსე იღვიძებს მეშვიდე იღვიძებს მერვე იღვიძებს მეცხრე და გაეცნობა თავის როლს იღვიძებს მეათე იღვიძებს მეთერთმეტე და იღვიძებს მეთორმეტე ტელეფონები შევინახო თავი დამლა დავხაროთ, ხელები ავიღოთ მაგიდიდან იღვიძებს ნიღბები გავიკეთოთ კარგად 4, 5, 6 ნომრები კარგად ჩამოიწიეთ იღვიძებს ხოლოდ მაფია ხელები გავაჩეროთ დონი იქნევს ხელს და ირჩევს მარჯვენა ხელს მშვიდობები იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა გაეცნენ ერთმანეთს მშვიდობები იღვიძებს დეტექტივი გადახედავს ქალაქს მშვიდობები და იღვიძებს ექიმი მშვიდობები გათენდა წარმატებულ თამაშს გისურვებთ ფოლებს ძალიან მკაცრად დავწერ იმიტომ რომ ეს ბოლო ფინალური ეპიზოდი არის პირველ ნომერს უსმენთ და ერთი წუთი მოგესალმებით მეგობრებო. წესით უკვე ეს ვიდეო როცა დაიდება იქნება ახალი წელი. გილოცავთ ყველას ახალ წელს. მე ძალიან მიხარია რომ ეს გადაცემა შედგა და მოვახერხეთ შეკრება. ძალიან ბევრი პრობლემა იყო. სოსოს აქედან ხელს დაუკნეო. გიგის მადლობა და მადლობა ქოროს რომელიც 40 გრადუსის სიცხით გვიზის ახლა მაგიდაზე. ძალიან მადლიერი ვარ მაგის. მიხარია რომ თქვენთან ერთად შედგა ბოლო ეპიზოდი.
მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, მეც გურძნობ რომ ქოროს ნაბიჯებს მივყვები ნელ-ნელა, მაგრამ ეს ვიდეო რო დაიდება მე უკვე სახში თბილად ვიჯდები გოზინა ყითხელში. წარმატებები და კარგი თამაში გვექნება იმედია. დავთვალ, მადლობა. დეხბას. ვიღეთ 6 ნომრის კანდიდატურა. რომ არ მიყვარს მე დიდად რო ცანცარებენ სუფრაზე. გილოცავთ ახალწელს თქვენსაც რაღაც ორსულად ჩამრთელდიყავით. დიდი იმედი მაქვს რომ ფულები საბოლოოდ არ შეიკრივება. და გიგის საკმაოდ დამსახურებულად მოვუგებ და გიგი გავა ბოლო ადგილზე დღეს. დიდი მადლობა ანანო შენი სიტყვისთვის რომ ესე აღნიშნე რომ მე 40 სიცხით ვარ, მაგრამ 38 მაქვს. ამიტომ არ მომეწონა ეს შენი გაბუქებები და ტყუილებში ნუ ჩამითრევ თავიდან. ამიტომ არ თამაშობ მე. არ თამაშობ პირველ ნომერთან ერთად, ჯერჯერობით მარტო ხელა მგელი ვარ. მადლობა დროებით. მე მარტო ხელა მგელს აუცილებლად შევერთდები. გონჩი არ ვიყან ორიანს, მეც გახლავართ პატიოსანი მოქალაქე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დღეს ჩვენი წითელი კარის გუნდი გაიმარჯვებს. ბასკოს შეესპეკულაციებს ვაკვირდებოდი ჯერ წინასწარ თავშევიკავებ შეფასებისგან, თუმცა ემოციურად ხო შეიძლება უფრო მეტად ოდნავ, აი 51% შეიძლება ემოციურად წითელი მეგონი, მაგრამ მოგისმენ აუცილებლად. აქეთ რაც შეეხება ორიანი ძალიან პოზიტიური იყო იმის მიუხედავად, რომ 38-დან 40-მდე სიცხე უფიქსირდება ამ ადამიანს. 38 ექნება თუ 40 ამას გავარკვევთ ცოტა ხანში, რომელი წითელია, რომელი შავი. მე ესე შევაფასებდი, რომ ორიანი უფრო მეტად წითელი მგონია, ერთიანი ნამდვილად არ იყო ცუდი, პირიქით, მე მომეწონა ძალიან პოზიტიურად გახსნა, ილაპარაკა ბევრ თემა შეეხო. ალბათ მაგ თემებზე მეც ვილაპარაკებოდი ერთიანზე რომ ყოფილიყავი, ნეიტრალურზე უფრო მეტად წითელი მგონია, უბრალოდ მაინც თავშევიკავებ ერთიანთან თამაშს, ვითამაშებ ორიანთან, 3 ორს ვითამაშებ, სადაც ერთიანი შესაძლოა რომ იყოს ასევე წითელი კარტი. ნახოთ რა, ანუ ნულოვან წრეზე მგონია რომ ორიანი უფრო მეტად წითელია და ერთიანი ცუდი ნამდვილად არ იყო. პას. მადლობა, 4-იანი. ლაშას გამოსვლა არ იყო ცუდი, უბრალოდ ბოლოს რო გაიმეორე კიდე 3ჯერ და 4ჯერ ორიანი კარგი და ერთიანი ცუდი, ცოტა მეზედ, აი ცოტა ცუდი რა, ანუ შედარებით ნეგატიური ცოტა არ მომეწონა ეგ შენი. დანარჩენი ემოციურადაც და ისედაც ძალიან კარგად გასცენ, მაგრამ ლაშა გამოცდილი მოთამაშეა და შეიძლება ისე თამაშოს რა, ვერ ხვდებით რა რაღაცებს. ქოროზე გამოცნობა რა თქმა უნდა რთულია, იმიტომ რომ პირბადიძე და თანსიცხიანია, მაგრამ მეც მოვყვევი მაგაში, რომ პოზიტიური როლი მგონია რა. ანანოს გამოსვლა ძალიან მეპოზიტიურა. ერთადერთი ჩასაჭერი, აი რაც მქონდა მართლა, ეხლა რომ გაკვირდებოდით ძალიან ისე, აი ლაშას აი ეს ბოლო გამეორება. ეხლა ეს თუ რამეს მოგცემს უბრალოდ, აი ეგ არ მომეწონა. დანარჩენი, რა ვიცი, თამაში შევხედოთ და წარმატებები ყველას. 5. მოგესალმებით მეგობრებო, წითელი კარტი მაქვს. მე გუნდი ვერ გავიგე ბოლოს მაინც რა ითამაშეთ თქვენ, ანუ 2-3-4 თუ 1-2-3. არა, მართლა დამაინტერესა, იმიტომ რომ ლაშა 4-3-3 ვითამაშე. 4-3-3. არა, გისმენთ და რაც ილაპარაკეთ, სულ არ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია მაინც რა, რაღაც ეს იყო რა. პირველ ნომრის გახსნაზე ხო, მე ჩემამდე გამოსვლებიდან 3 ნომერი ყველაზე მეტად მომეწონა, იმიტომ რომ როგორც საუბრობდა, ძალიან დაალგებულად ლაპარაკობდა, შავი როცა არის ხოლმე, ცოტა უფრო სხვა რაღაცებზე ამახვილებს ხოლმე ყურადღებას რა. აი 3 ნომერი რო შავი ყოფილიყო, ჩემ აზრით 1 ნომერს უფრო გააშავა და ვიდრე ეხა გააშავა რა, ანუ რაღაც ეგეთი დავიწყება დამჭა. მოდი მე ვითამაშებ 1-2-3-5-ს რა. იმიტომ რომ 4 არ დააფიქსირა მისი გუნდი და მე მგონია რომ აქეთ ბევრი შავი არ უნდა ისხდეთ რა. იმიტომ რომ 2-მაც როგორც ლაპარაკა შავი არ იყო ჩემი აზრით, 3-მაც ძალიან კარგად ლაპარაკა, მაგრამ 4-3 არ მოეწონა და თან გუნდიც არ თქვი. მომდევნო წრეზე თუ შენ უფრო კარგად დააფიქსირებ, შეიძლება ანუ არ მომაქვს შავი ხარ, კაცო, უბრალოდ მომაქვს გუნდი არ დააფიქსირა და ეგ არ მომეწონა. 1-2-3-5 იყოს რა, სადაც 3-ს არ ევაშავება ეგ ერთი. Копал ცხოვრობ ჩვენ ხალხი ისე ზურთერთო ხოხტები ვინ გუნდები რელექს bro ანუ არ ვიცი ძალიან დორეთ თავიდანვე იძახდა რომ დორეთ წავიყვანო და ჩემთვის უემოციოა ვერ ხვდები ანოს ემოციას რა და არ ვიცი ვერაფერს ვერ ვიტყვი უფრო კარგისკენ მიხარ ვიდრე ცუდისკენ ქოროსაც შეეხება ძალიან ანუ ინერტული კი არა და
აი როგორ ძალიან დორეთ ლაპარაკობს ამისკენ უფრო შავისკენ შავი ხო ცუდია. ხო. ამ შავისკენ უფრო ვიხდები, იმიტომ რომ ძალიან ნელა, დინჯად რაღაცნაირად ლაპარაკობს. ფურთხებაზე ფოლი. ლაშუკი სხვანაირად ჭიკჭიკებს ხოლმე, როცა კაი კაცი არის რა, ისევ შავისკენ ვიხდები. კალა ძალიან სერიოზულია, კალას არ მომწონს ამ ეტაპზე, დიდი ბოდიში კალა, როგორც ჩემი ძმა, ჩემი სიყვარული და კოპალა მგონია, აი ეგრევე აქტიურად შავი, იმიტომ რომ აქტიურად იწყებს ხოლმე ეგრევე თამაშს. აი, აბა გუნდები, დავიწყეთ 2-2-ზე ვინ ახართ აბა? 7-იანს მე კოპალასთან მაკითხვა. ანუ კალას რო გუნდი აიყვანა 2-3, მაგალითად, შენ კალას წაიყვანდი გუნდში და ითამაშებდი 1-2-3-4-5? არა, მაინც არ ითამაშებდი? ერთი შავი გონია მან, მაგრამ ითამაშებდი ყველასთან. არა, 1-2-3-4-ში გონია ერთი შავი როზის და მაგრამ 4-ვესთან ითამაშებდი მაინც. და ანუ ეხლა გამოგდის ისე რომ მან თუ შავი არის, კალა გამოგდის შავი, ხო, იმიტომ რომ კალასთან ერთ თამაში შენ. მე პირიქით მგონია რომ ცოტა უფრო იქით არიან შავები რა, კალა უფრო ნაკლებად არის რა. მახარა ბიჭო, არ მინდა ამის თქმა, რომ მახარას კარგი ეს ქონდა რა ქვია რა, ანუ ემოციურად რასაც გულს ხმარა, ჩემ ემოციურ ნდობას უკვე ჩემ თავს მეტყვი აღარ ვენდობი ემოციურად წინა თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ ხო, პირველ წრეზე რთული არის, როდესაც გუნდებს არ ავიყვანთ, არავინ, რომ რაღაცნაირად ვიღაცაზე შეტევა მივიტანოთ ან რაღაც მაგდაგვარი რა. ერთი რაც იყო, რომ მე ანანო უფრო მეტად მომეწონა ვიდრე ორიანი, მე პირადად ანანო ერთიანზე მეტად მომეწონა. და მაგის გამო არ მომეწონა, მე 3-იანი და 4-იანიც რო ეგ იყო. და შენც რადგანაც ერთიანი აიყვანე, უფრო მეტად მომეწონე. მაგრამ 4-იანს რო შავს ეძახი, ესე რო თქვა, ეგრე გამოგდის შენ, ეგ არ მომეწონა. მახარასაც შეეხება შენ წინა თამაშიდან, არა, გადი იქით. გადი. დასუ. არა, ხო. როიას უსმენთ? ხო, ძალიან საინტერესოდ წავიდა ეს წრე. პირველი ნომერი და მეორე ნომერი მე შემიძლია შევაფასო აბსოლუტურად ნეიტრალურად, საერთოდ არ ვიცი რა განდი შეიძლება კონდეს. რაც შეეხება სამიანს. სამიანის ტემბრი იყო მეტად საშუალოზე ნაკლები, რაც ლაშასთვის რა შეიძლება ნიშნავდეს ვერ ხვდები მაგას. ამიტომ ლაშაზე რაღაცას ვფიქრობ, ოღონდ ეს ფიქრის საით მიდის ჯერ არ ვიცი. არ მომეწონა თამამად, უფრო არ მომეწონა 4-იანი და 5-იანი. მახარა მომეწონა ძალიან. და ასევე მომეწონა ოზი, რადგან ბოლო მომენტის გამო შენ ხელი არ ჩაგიტყა, რომ არავის მგონია რომ შავი კარტი რო ქონდა, ჩაგიტყამდა ხელს რა. და ეს მაგას ვერ დაგეგმავდა ეგრე რომ აბა მოდი ეხა მე ხო არ გავითამაშო. ამიტომ ჩემი გუნდი იქნება 6-7. მადლობა. ცხრიანი? პირველად თამაშობ პატიოსანი მოქალაქეთი, უბედნიერესი ვარ. ანანო ხო, გაცო. ანანო არ შეგაფასებ რა, თავ შევიკავებ თუ შეიძლება. ქორა მომეწონა ძალიან, არ მომეწონა ლაშა, ხმის ტემპზე, დაბალ ტემპზე, არ ვიცი რა თქვი, მაგრამ რაღაცა არ მომეწონა, კალა მომეწონა, იმიტომ რომ ლაშას შეაფასა როგორც ისეთ პონჩი მომეწონაო, მაგიტო მომეწონა კალა, 5-იანი არ მომეწონა, რა ვქნა. შენ ანუ როგორ თქვა არ ვიცი, მაგრამ ბიჭო დიდი შანსი არის, ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ როგორი ის ქონდა, იცი რომ შენ ნათქვამი გაქვს რომ შავებმა ერთად უნდა ვითამაშოთ და მგონია რომ ლაშას დაცვა აი ეგ იყო ზუსტად რომ არ ვაფშე არაფერს შუაში იყო კალამ რა გუნდი აიყვანა მეოთხე კაცია და ეკითხა რომ დაუსვი მგონია რომ ლაშას გადაიფარე მაგიტომ მე შავები სხვადასხვა გუნდის შავები ვარ? არა ერთი შავები ხარ ანუ შენ და 3-5-მა თითქოს ერთად ითამაშეთ თითქოს ნულოვან წრეზე მაქვს საუბარი და არ ვამბობ რომ შემდეგზეც ეგრე გაგრძელდა მახლა მომეწონა ოზი მომეწონა ჰიტა მომეწონა მე ჩემი თავზე და მოусმენ დანარჩენებს რა მადლობა 10-იანი კაი ბიჭი ხარ. კარგად ისაუბრე, წითლად ისაუბრე ჩემთვის ჯერჯერობით. ერთიანზე მე ვერ დაგეთანხმებით, საკმაოდ პოზიტიური გახსნა იყო, მე მომეწონა და ხო, ან მეც ესე არ შევაფასებ, რომ წითელია და რაღაც, მაგრამ მე გახსნა მომეწონა, იმიტომ რომ პოზიტიური მადლობები ხარ და შენ კიდე ასე ესე. მეორეზე ძალიან ვიხალისე, მე ძალიან გავერთე და წითელი მგონია, ძალიან პოზიტიური იყო და როცა გადავხედე რეაქციებს, რომ სიცილი იყო ერთად რაღაცა, მე სამიანს შევხედე და თითქოს ძალიან ფიქრებში იყო რა გასული და ეგ შეიძლება როლის გამო იყოს, შეიძლება შაობის, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონია რომ პატიოსანი მოქალაქე არ ხარ ესე ჩვეულებრივი. ხო, არ ვიცი, მე ესეთ დაკვირვება მქონდა. ამიტომ 4-იანი შეტევა მომეწონა სამიანზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე შეტევა იყო და არაფერი ისეთი არ იყო. 5-იანი მეც იმდენად არ მომეწონა, იმიტომ რომ აი რაც გითხრეს ხო. 6-იანი ძალიან მომეწონა, კარგად დაიწყე, მაგრამ ჯიგარი ხარ.
ჯიგარი ხარ 6-იანი 2-6-9-ს ვითამაშებ 4-იანიც უფრო კარგი იყო 7-იანს მე აღარ ვენდობი ამ თამაში და 8-იანიც ასე თუ ისე მომეწონა აი ფოლს ავიღებ დეტექტივს აქვს ძალიან კარგი გადასამოწმებელი იქით ამხარეს იმდენად მიზერულ რაღაცებზე მიტევენ უბრალოდ დააკვირდეთ არაფერი უბრალოდ ფოლი ავიღებ ერთ-ერთი ნომერი რომ მიდის წარმატებულ თამაშს გისურვებთ. პირველ ნომერი ჩემთვის იყო ნეიტრალური და რამეს კონკრეტული არ ყოფილა რომ რამეზე გამემახვილებინა ყურადღება. მეორე ნომერმა ჩემთვის ძალიან პოზიტიურად დაიწყო საუბარი მიუხედავად თავის მდგომარეობისა და მგონია რომ წითელი კარტია. მესამეზე მე პირადად ვერაფერი ვერ დავინახე ესეთი რომ ჩამეჭირა ან რამე კომენტარი გამაკეთებინა, მაგრამ რა თქმა უნდა მოგისმენდა და გაკვირდები. მეოთხე ნომერი მომეწონა. მეხუთე ნომერი არ მომეწონა, მგონია რაღაც მინიმალურ მიზეზებს ეძებდი და ამის პოვნა გინდოდა და ამიტომ დაგაკვირდები. კარგად. ოზი არ მომეწონა. და მომეწონა ბასტო ყველაზე მეტად. და ასევე მგონია რომ მეორე ნომერი როგორც ყოველთვის თავიდან აი ძალიან ბევრს ფიქრობს და თითქოს დაბნეული, მაგრამ მგონია რომ ჩამოყალიბდება მალე და უფრო კარგად დაგვეხმარება და მეათე ნომერიც ნეიტრალური იყო ჩემთვის. უფრო მეტად აი ოზისკენ და ამაზე კოპალაზე ვიხრები რომ არ მომწონს უფრო მეტად. დანარჩენი ჩემთვის ყველა ნეიტრალური იყო, ამ ეტაპზე ესეთ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ხელთ ჩასაჭით. სპას. მოკლედ როგორც იქნება ძლიერი მოთამაშეები შევიკრიბეთ ალბათ თქვენს მიხვდებოდით ძლიერს მოვიშორეთ სოსო პირველ რიგში რასაც ვიტყვი ანუ პირველი ნომერი ჩემთვის იყო უფრო წითელი იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთი უემოციო იყო ამიტომაც მგონია რომ უფრო მაკეტკენ გადავიხარე მეორე ნომერმა იმდენად ცოტა შემტევითი ხასიათი ჰქონდა შეიძლება ეგრე აქ ხოლმე სულ რომ ანუ ესე მგონია რომ მაფიოზი რო ყოფილიყო ეგრე არ დაიწყებდა საუბარს მესამე ნომერი ძალიან მენეიტრალურა მაგრამ ლაშა ეგეთია ზოგადად ანუ ძალიან რთულია მეოთხე ну კი არ გადაკიდებია რაღაც მაგრამ მაინც რა რო გამახვილა მაგაზე ყურადღება ცოტა ვერ მიხვდი მეხუთე ჩემთვის ცოტა უფრო ანუ დამაბნეველი იყო აი დაბნეული იყო იმიტომ რომ თვითონაც ვერ მიხვდა აქედან 4-დან 1-იაო ამ სამს ვენდობიო იმას არაო მაგრამ შავი არის უეჭველი რომელიმეო და ბასტოს ენერგია რაღაც ძალიან დამაჯერებელი იყო და ბასტო მომეწონა აქეთ ვეღარ ვაძრობ დროს და აი ვეღარ საინტერესო ნულოვანი წრე იყო დაალაიქეთ გამოიწერეთ არხები მაფია ჯიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ მაფიის თამაში დაიწყეთ არ გადაგწდეთ ხელები გავაჩეროთ იღვიძებს მაფია და დაგაგვავეს სტრატეგიებს Mafias Memshidovები ივიძებს თონი დაეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი ივიძებს მარჯვენა ხელი იაკუძას მიიღო პასუხი მემშიდობები ივიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა ისინი დაგეგმავენ სტრატეგიებს მემშიდობები ივიძებს დეტექტივი დაეძებს მაფიას პასუხი ექიმი პირველ ღამეს არ იღვიძეს გათენდა ორი ნომერი გახსნის დღეს ორი ნომერი გახსნის დღეს გავხსენი ო არავინ არაფერი ანუ გასაგებია მოდი ჯერ ვიტყვი ვინ მომეწონა რა 7 მომეწონა 9 მომეწონა ყველას ძალიან ვინ მომეწონა 7 მომეწონა 9 მომეწონა 6-იც მომეწონა რა ვერ ვიტყვი არაფერს მომეწონა 6-იც
ნუ ხო, გამორჩეულად 6-7-9 მომეწონა ამ სუფრაზე. აქეთ 5 ნომერი მეც არ მომეწონა რა. ცუდად დაიწყე თითქოს საუბარი. 3 ნომერზეც აი ამდენი ის რო წავიდა, მთლად არ მესმის ბოლომდე ამდენი შეტევა რო წავიდა 3 ნომერზე, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში გასაგებია რა. 5 ნომერის კანდიდატურა მიიღეთ, მოდი ბარე. 3-ს უსმენთ? არ ვიცი, შეიძლება შენ მართლა უძოთ რამედი ქონდა, ეხლა 40-მდე აგეწია, იმიტომ რომ 7-იანი ვასახელებ 7 ნომრის კანდიდატურას, ასევე ძალიან გთხოვთ დავასახელოთ 9 და 10 ნომერიც. ნახე მე რატო ვარ პატიოსანი მოქალაქე რა, რატო გეცინება ბასტო ვერ ხვდები? ანუ შენ სხვათაშორის ესეთი რეაქცია ქონდა, რომ მე შენზე ძალიან კარგი ინფორმაცია გავიგე. შენ დეტექტივი არ ხარ, იმიტომ რომ შენ თქვი აბა გისმენთ და შენ დეტექტივი მაგას არ იზავ რა. ნახე მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და ამას ვაფიქსირებ, იმიტომ რომ ეს ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იქნება. თუ შენ შავი ხარ, განსაკუთრებით 7 ნომერმა ადგა და ჯერ თავის დროის ნახევარ წუთი 5 ნომერს ეკითხებოდა ისეთ რაღაცას, რაზეც თვითონვე შეეძლო რომ კომენტარი გაეკეთებინა და მაქსიმუმ 5 წუთში. მე გააკეთა შეფასება 4 ნომერს რაღაცა უთხრა და სრულიად საპირისპირო გუნდი აიყვანა. 7 ნომერი ამიტომ ყველაზე მეტად. სადაც 9, ასევე 8-მაც ძალიან ნეიტრალური კომენტარი გააკეთა. 4-საც ვთხოვ რომ ახსნა ნახე შენ ხომ მე შემომიტე რაღაცის გამო ის არ ვიცი მე რის გამო მიტევენ რა პატიოსანი მოქალაქე ვარ და ხმის ტემბრი ქონდა ცოტა დაბალი. ანუ 2 კაცი მყავდა შესაძაფასებელი, ტურბო საქმე ვერ ჩავთავდი რა და ყველამ შემომიტია მაგის გამო და რეალურად ყველამ გაიმეორა რომ 2-იანი მე პოზიტიურად შევაფასე და 1-იანი ნეიტრალურად. ყველამ ეგივექნა რა. ლაშა, გაგცემდი მაგას პასუხს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. იმიტომ რომ მე დეტექტივი ვარ და 8 ნომერი შავია. 8 ნომერი, ნახე ახლა გადამოწმებას ვიშევ. ნაცუდად დაემთხა, მე ვარ დეტექტივი. დეტექტივი ვარ, ბიჭო. რატო? და გამოიბი, ანუ ვინ ეს გადავამოწმე და არაფერი არ აჭირს. სუფთა. კარგი, საინტერესოა. ეხლა ნახე რა ხდება. მე პირველ 3-ში როცა ლაპარაკი იყო, როცა ვფიქრობდი შემოწმებას, რა, ამ 3-დან თუ ვინმე შემოწმდა ეს ყავი შენ ერთადერთი რამის გამო, იმიტომ რომ ტემბრი და რაღაც. არა, უბრალოდ ბევრჯერ გაიმეორე რაღაც და ანუ მაგის გამო ხშირად შემიტევია ვიღაცებისთვის და შენ ხარი აგიბია ჩემთვის. ოკეი. მე რო ვაპირებდი 5-ის გადამოწმებას, იმიტომ რომ ამის რაღაცა წესებში ლაპარაკი რო ასე შენ. მაგრამ ჰიტას ეს ალოგიკური აბსოლუტურად. 5-იანს ფოლი? აბსოლუტურად ალოგიკური შენიშვნა. 5-იანს ფოლი დაიწერა. 5 და 4 არ მომეწონა და გუნდი მგონია, ეს ყველაფერი არის ისეთი აბსურდი, რომ გადავამოწმო 8 და გაკეთო შავ. всё. თქვენ დაასახელეთ 8 ნომრის კანდიდატურა? 5-იანს უსმენთ? აი მე ვასახელებ 8 ნომრის კანდიდატურას, რა პრობლემა არის? თქვენ ძალიან ცუდი წრე გქონდათ, თქვენ რაც ლაპარაკობთ, ვერაფერი ვერ ლაპარაკეთ 3 ნომერზე თქვით. საშუალოზე დაბალი ხმის ტემბრი ქონდათ და ეგ არ ვიცი რა იყო. აი ნახეთ, მე ვითამაშე 1 2 3 5 და 6 ნომერი მე გადამოვაწვა წითლად. მე ხო არ ვარ მაგის წითელი. აი ხა მოგხედავთ მაგეთ 4 შავს. ანუ ნახე ვაყენებ 800, ვაყენებ ასევე ორმაგი წითელი გამოვდივარ აქ ამ მიმართებაში, რომ ამისთვის მე 4 ნომერი გუნდში არ ავიყვანე, ამისთვის ამასთან ერთად გუნდში ვარ, ამის მე გადამოწმებულ წითელი ვარ. ანუ ჯერჯერობით ხო მინიმუმ წითელი ვარ რა. მაგრამ მე 4 ნომრის დეტექტივობა შედარებით მომწონს, იმიტომ რომ ამას ვკითხე მე. ანუ იქეთ ისეთ ლაპარაკები ხო შენ დეტექტივი ხო არ ხარ მეთქი და ამას დაადასტურებთ ალბათ. კაი, ვაყენებ ასევე 11-საც. არა, მაგრამ ნახე 11 მგონია შედარებით მან წითელი, მაგრამ თქვენ მეტი უნდა ილაპარაკოთ. 11 ნომერი რო ლაპარაკობ და არავინ არ უსმენდა. 11 თუ შავი არის, მაქსიმუმ 1 ნომერთან ერთად იყოს შავი და 1 მე უსმენდი კიდე. მე ვიცი წითელი ვარ რა. მე როლი არა მაქვს. ვაფშე უროლო მოქალაქე ვარ. 11 მგონია წითელი, 3 ისევ წითელი მგონია, ამ ორ შორის ჯერჯერობით ვფიქრობ. აი 8 ნომერში ხეს დისცინო დავწევ, არ ვიცი, მიუხედავად იმისა, ესაა თუ არ დეტექტივი, იმიტომ რომ 8 ნომერმა მე შავი დამიძახა. 6-იანს უსმენთ? 4 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ. რანაირად გონიათ ვინმეს რომ კალა რო დაიძახებდა დეტექტივა რომ მე ვიტყოდი რომ ანუ მე რო შავი კარტი ვიყო რომ ოპა მე გავიხსნებოდი ანუ სიგიჟე. რა. რა სიგიჟეა თქო ხო და მაგრა გამიტყო და კალა რო არის ხარა. და მომიწევს რომ დავიშტოვა. კალამ ვინ გადაამოწმა? შენ გადაგამოწმა შავად? შენთან ერთად თამაშობ 100%-ით. იმიტომ რომ აი სულ სიცრუეზე აგებული ყველაფერი არის და კალას ვიპოვი, აი ესენი ძმაკაცები მგონიან ამ ეტაპზე რა, ერთად აი ეს არ ვიცი. ეს მართლა ის არის, არაფერი სიფილისი არ აჭირს ამას. ხამე შეიძლება ის არის რა, ხარაკი რა, მაგრამ არ ვიცი. ერთი კანდიდატურა მყავს, ვისაც გადავამოწმებ, ჯერ არ ვიტყვი ამას. მაგრამ მოკლედ, აქეთ ამ ხარეს ლაშა არ მომწონს, ეს ხო უეჭველი ვიცი, ეს წითელი იყო, მაგრამ შეიძლება ხარაკი რა.
და მანდეთა მხარეს არის აი ლუკიტოცის არის ბიჭო რანაირად დაემთხნენ ძმები რომ იყო გავრეკ წავალ მართლა რა 7-ას უსმენთ? მიიღეთ 4 ნომრის კანდიდატურა, მიიღეთ 3 ნომრის კანდიდატურა. მე აი ისევ აუდგები და מחარასთან ჩავეწერები ახლა ამჯერად. აი ესე מחარ, ჰიტა მოდი აქ, აი ესე ჰიტა. თუ შავები ვართ, 3 შავი აქ ვზივართ და ეგ არის ხო, ეგრე გამოვიდა. მაგრამ გადამოწმული ხო ჰიტა არის შავად რა. ხო. აი, ცუდია, ანუ ცუდი შავები თუ ვართ, ეგრე ვართ რა. ხო და ლაშა, მე არ მგონია შენ რომ ამ მომენტში შავი ხარ, მაგრამ უბრალოდ მგონია რომ არასწორ დეტექტივთან ერთად შეიძლება ითამაშო შენ. მიუხედავად იმისა, რომ წინაზე მე ვითამაშე არასწორ დეტექტივთან ერთად. მე უგულისხმობ კალას, ხო. ანუ არ მგონია კალა რომ არის ნამდვილი დეტექტივი და მაგმიზეს გაიგებ ცოტა ხანში, როდესაც ისაუბრებს ნომერი 8 აქეთ. ხო, რაც შეეხება დანარჩენს, ნინიკ ხო. ძალიან არ გაგიმართლა კალა. מחარასთან. ხო, მოკლედ, აქეთ მხარეს რაც შეეხება, ნინიკო არ დაიკარგო არ იცურაო, ითამაშე დასო ჩვენთან ერთად. 8-ას უსმენთ? מחარ ახლა ნახე რა ვქნა. ექიმი ვინ არის? ექიმი ვინ არის? ხელი აწიოს ექიმმა. შენ წევ ხელს? მეორე მაფიოზი. ყოჩა. მაგრამ შენ რატო წევ ხელს? ექიმი ვარ მე მეგობრებო. מחარა რა თქმა უნდა დეტექტივია. შავი გადამოწმება. ექიმი მე ვარ არ დაიჯეროთ არაფერი რუი. იგივე. მართლა ძმები ყოფილი რა. დავიზრდა. საკმარისია. აი მართლა ცოტა მშვიდი. კარგი, მე ვაყენე 4 ნომერი დასახელებულია, 10 ნომერს ვასახელებ და ორი მაფიოზი ვიცით. არა. დასურდა. 9-ას უსმენთ? ნუ იმას ნუ გაიკიდებით. ამ რაღაცაზე ნუ გაიკიდებით, რომ თვალე ჩაკრა, მე გეფარი. რაღაცები ჩაჩა. ექიმი არ არის, მაგრამ შოგუნია, რო იცოდეთ, ფლაშას შოგუნიათან. ერთი წუთი. ლუკა ბიჭო აი უყურე ეხა ჩემი აზრი როგორი არის რა კალა შენ არ მგონი ხარ ლაშას გუნდში ლაშა შენ მე ხმის ტემბრის გამო მოდი რაზეც არ გვილაპარაკე იმაზე ვისაუბროთ ხმის ტემბრის გამო კი არ გაგაშავე მე გადაფარების კოპალას გადმოფარების გამო როცა არ გჭირდებოდა გადაფარება და მინიმალური 1%-იანი ეჭვი გააჩინე ეს გადმოგეფრა და მაგან დაგასახელო ხო ეგრე ის იყო მიზეზი და რა ტემბრი თქო მაგას გეუბნები. ამ მომენტში ეხლა რა ლოგიკაც მაქვს, უფრო კალა მგონია შავი და კალა თუ მგონია შავი, ესეც შავი მგონია, თქვენ მე ეს შენ და კოპალა მგონი ხართ იაკუძას გუნდი, სხვა ვერავიზე ვერ მიმაკეჭვი რა რამე რა და ამ მომენტისთვის ვითამაშებ მახრას ექიმობით და მახრას დეტექტივობით და ჰიტას ექიმობით. ამ მომენტში არაფერს გადაწყვეტა და რომ მაგრამ ეცადეთ რომელიც ნამდვილი გუნდი ხართ, ეცადეთ რომ გამაგებინოთ. ძალიან ხალისობთ მაგეთ და რატო ხალისობთ ეს ძალიან არ ვიცი, იმიტომ რომ ეგრე არ ყოფილი. სამიანი მე ხა უფრო მომეწონა, უფრო წელი მგონი ხარ. ეს ჰიტა გაიხსნა ექიმად, შენ დეტექტივი ხარ, ხო ესე იგი. ექიმი მე ვარ. და რო გავიღვიძე, מחარა მაჩვენებს რომ ხუთიანიო ეს არისო და მე იხსნება დეტექტივად და ესო წითელიაო და რანაირად ჯდება ეგ რომ იპასუხო შენ 30 წამში თუ შეიძლება. 6-იანის კანდიდატურა მიიღე. რო გავიღვიძე მაჩვენე რომ ესე გამიკეთე. ხო, წითლად რანაირად ამოწმებ იაკუძას არ ვიცი. ანუ შოგუნი გონია და შოგუნი გააკეთე შენ. კაია, ვერ მართლა ვერ მივხვდი მაგ იმას. მე რა თქმა უნდა ვთამაშობ 4-იანის დეტექტივობით, რუიანი არის შავი, რუიანზე ავწევ მე ხელს. პას. מחარა ფიქრობს, რომ 5 ნომერი არის შოგუნი, მაგრამ წითლად ყავს გადამოწვებული, იგი გულისხმობს ავარაუდოდ, მე რასაც მივხვდი. რა ჩახება აქეთ მხარეს, ორი ვარიანტია, რომ ან უბრალოდ კომუნიკაცია გქონდათ და ჰიტა რო ექიმი იყო წინასწარ რო იცოდა რაღაცები, მეორე ვარიანტია რომ უბრალოდ ერთი ყავით და დაგეგმეთ, რაშიც ეჭვი მეპარება, ამიტომ მეც ამ ეტაპზე, ამ წრეზე თქვენთან ერთად ვარ და მივყვები מחარას დეტექტივობას და ჰიტას ექიმობას, თან იქიდან გამომდინარე, რომ מחარა წინაზე რო ფეიქ დეტექტივი იყო, ყველას გვახსოვს რა ჭირდა და ახლა ბევრად თავდაჯერებულია და ბევრად მომწონს მაგის თამაში, მიუხედავად იმისა, რომ მაინც უაზროდ ცანცარებს ყველაფერზე, მგონია რომ მაინც უფრო ჩართულია თამაში. ამ ეტაპზე თქვენ მხარეს ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა დავაკვირდებით თამაშს და თუ რამე შემეცლება გავაგებინებთ. პას. დასახელებული ვინაა მითხარი თუ შენ? არა, მოგ.
კაი, მაშინ ანუ ნახე თავიდან რო თქვით, თქვენ ორმა, ანუ მე ძალიან გამიშაკითხვა რა ჰიტა რატო გადაამოწმეს ვაფშე რა, ანუ იმიტომ რომ ყველა ძალიან ბევრმა აიღო მეხუთეზე ეჭვი და ჩემი აზრით მეხუთე უნდა გადამოწმებულიყო აუცილებლად, იმიტომ რომ მართლა რაღაც ძალიან დაბნეული იყო. ამიტომ ვერ ხვდები მე მერვე რა შუაში იყო საერთოდ რომ გადაამოწმა. მაგრამ მე რაც დავრაზეს დავიბენი, ის იყო რომ რო თქვით რომ ვინ არის ექიმიო, იმან რატო თქვა ვაფშე რა ვისაბნევდა ვერ მივხვდი რა და ამიტომაც მე ხუთიანმა, 8-იანმა და 10-იანმა თქვა ექიმები ვართო და თან თავდაჯერებულიც არ იყავი ექიმი რო თქვი და მე ვერ ხვდები რატო არ თქვი. ამიტომაც შენი კანდიდატურა თუ არა დასახელებელი, მე მინდა რომ შენც ლაპარაკო რომ ვერ გავიგე უბრალოდ რატო თქვი და მე რა მოხდა მან. და მაინც უფრო რავი, მახარიც და უფრო ვიხრები, იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური იყო 5 რო გადაამოწმა და არ ვიცი. სოეგა. ბას. პირველ ნომერი სანამ დახურავს წრეს დასახელებულები არიან 5, 7, 8, 4, 3, 10, 6. პირველი ნომრის 21. ვაყენებ 3 ნომრის კანდიდატურას. მე არ გეწონოს, არ დიდად არ მომეწონა რა და შენ თქვი რომ იქით გადაამოწმეთო, მე ბასტო პატიოსანი მგონია, 7-იანიც პატიოსანი მგონია, 8-1000 არის ერთი შავი. ნინიკოც არ მგონია შავი, არც 12 და შენ ისე თქვი რომ იქით ხალხი გადაამოწმეო რომ არ იყო ჩემი აზრით, ჩემი განმოსახედიდან იქით ბევრი შავი გადასამოწმებელი. მე რო ყოფილიყავი დეტექტივი, აუცილებლად 300-ს გადავამოწმებდი. ერთი კალასგან რაც არ მომეწონა, ის სულ შესელაპარაკებოდი მთელი შენი ერთი წუთი დეტექტივობისას, არც კი დაგისახელებია რა და აქეთ რატო არ გველაპარაკები ხალხს? ეს მე პირადად დამაკლა. ასევე 10 ნომერს მიმართავ რა. რადგანაც ჰიტა აუცილებლად 5 ნომრის, 6 ნომრის დეტექტივობაში ჩაეწერა, ეგრეს უნდა ყოფილიყო იმან შავად შეამოწმა, მაგრამ შენ არც ერთის დეტექტივობაში არ უნდა ეწერებოდა. შენ რა იცი, იქნებ იმან მარჯვენა ხელია და იაკუზა გადაამოწმა. შენთვის უეჭველი კალა მახარ არ უნდა იყოს რა. ამიტომ მე დიდად არ მომეწონა რომ ეგრევე ჩამოყალიბდი. ის უნდა ჩამოყალიბებულიყო რა. დანარჩენი რავი, მე ამაზე არანაირი რეაქცია არ მაქვს საერთოდ. 5, 7, 8, 4, 3, 10, 6. Sorry. ორიანს ფოლი 5 ნომრის 30 წამი. ჩემი ექიმად გახსნის მუღამი რა იყო, იცი? თუ აღარავინ აღარ გაიხსნებოდა ექიმად, გამოდიოდა რომ მე ხო ვიცი რომ მე არა ვარ ექიმი. მე ვაპირებდი ჩახსნას რა, თუ შავი აპირებდა ექიმად გახსნას, მეთქი მე გავიხსნები და ის თუ აღარ გაიხსნებოდა, ეს უეჭველი ექიმი გამოდიოდა რა და მე მივხვდებოდი რომ ეს მართლა ექიმია და ეს არაა დეტექტივი რა. ეგ მუღამი მქონდა, მაგრამ ბიჭო 10 გაიხსნა რა. აი მაგითო ვერ ხვდები ახლა მაგას რა. მე მანამდე თქვი უბრალოდ მოქალაქე ვარ. არ ვიცი, ნახე 3 ნომერი წინაწრეზე უფრო მომეწონა ერთ მაგაში ვიდრე ეხა რა. ერთი ეგ არის, მაგრამ არ ვიცი ეს იაკუზა იმან 9 ნომერი, აი თქვენ უნდა გადამოწოთ ჩემი აზრით მართლა 3 ნომერი რა. მაგრამ მე მაინც წითელი მგონი. მე 3 ნომერზე აი ხა ვიტყვი ზუსტად იმას რომ რაც არ მომეწონა რა. აიღე ესე რომ თქვა ჩარჯი შენ თავზე და შემომიტიე პირდაპირ მე, როდესაც არ გაქვს არავითარი ინფორმაცია, როდესაც დეტექტივის გადამოწმება შეიძლება რომ ყოფილიყო იქ, ხო, სადღაც. და შეგეძლო რომ დალოდებოდი ან რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ შეტევა მოქონდა ჩემთან. მე როგორც არ უნდა იყოს ახლა 4 ნომრის დეტექტივობით არ ვითამაშებ არანაირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე შენზე ავწევ ხელს ახლა. ავწევ, შენზე ავწევ ხელს. კი, შენზე ავწევ ხელს. როგორც არ უნდა იყოს. ხო და პირველი ვეტრაზე ვყალიბდები ის. ვიანს უსმენთ? კარგი, ეხლა ვინც ამ პოზიციაზე ვართ, ძალიან კაფეო რომ უნდა გავიგდოთ 4-იანი. და მე მგონი საკმარისი ხელით გვაქვს მაგისთვის. რატო ვაქნევ თავს? საბა ვინ უნდა გავიგდოთ? კარგი, ვინც ეხლა 4-იანზე აწევს ხელს, შენ ამოწმებ იმ ადამიანებში შემდეგ ამას რა. აზრი არ აქვს, თუ ცოტა ლოგიკურად უყურებდით, ძალიან კაფეოა, ოზი ყოჩა რო სწორად დაინახა. 4-იანს უსმენთ? ნახე, მე რო 8-იანის გადამოწმებო თქვი და ის რო ჩუმად იყო საერთოდ. სანამ 6-მა არ ელაპარაკო დეტექტივი, სანამ 7-მა არ თქვა რომ შენ ექიმი ხარ. შენ თუ ექიმი ხარ და 8-იანი ნომერი შავი მე დავიძახე. რატო არ მოფრო ექიმი ხარ? 6 ნომერის გამოსვლა თუ შეიძლება. მე მგონია რომ გუნდი. იმიტომ რომ ექიმის გახსნა ველოდებოდი. გუნდი ამათ ხო პირიქით იყო, მაგრამ ახლა რომ გახსნეს ხო ძლიერი თიმი ყავდა. ეხლა პირიქით გონია. 8-იანი 6-იანი და 11-12-ში მგონია რომ ვიღაცა ზის. ეგრე მგონია.
11-12 მგონია რომ ზიდა מחარა მაგიტო გაიხსნა. 300-ს უსმენ? ახლა მე ერთი წამით რა. ერთ ნომერს ვეთქვი ეგეთ რაღაც. შენ ამბობ რომ 7 და 9 წითელი მგონიაო. აქედან 8-10 ექიმო 11-12 მომეწონაო და ორიანზე მითხარ ამას არ ყურადღებას არ ვაქცევ. მათემატიკურად რო გამოთვალ შენ შავი გამოდიხარ. რა 7-იანი იძახის ნულოვან წრეზე מחარას დეტექტივაში ვარდებიო წეღან თავის სიტყვაზე ამბობდა რომ მე შენ ეხა პატიოსანი მგონიაო და შენ შემომიწიე თუ არა ეგრევე თქვა რომ 3-იანი ცმი რატო არ ეს ეხა ჩემზე ხელს აწევს 7-იანი გადაამოწმე מחარ შეიძლება ეს იყოს მკვდარი მაფიოზი ტიპი ეს შენ თუ მოქალაქე ხარ ეგრევე არ ხტები 6-იანის დეტექტივაში ფოლს ავიღებ 10-მა თქვა რომ გათენდაო 6-მა ნომერმა მაჩვენა რომ 5-იანი არისო იაკუძაო ესე იგი გადამოწმება ქონდა ამას მაგიტომ მგონია რომ ესა დეტექტივი 10-იანი და იაკუძა თუ მანიშნა გადამოწმული წითლა რანაირად ყავს ხო და მაჩვენე შოგუნი მაშინ ავტომატურად იაკუძას კაი, უყო 7-იანი საშინელება, ამ წინა თამაში რაც მოგივიდა, იგივე მოგდის ზუსტად, იმიტომ რომ რატო ეწერები რომელიმე მე ეხა მივიღე შენ ნიშნა ანანოსგან, ანანო, ვიღებ შენ ნიშნავს, კი არ უნდა ჩავეწერო მე არც ერთ დეტექტივობაში. მაგრამ უფრო მგონია კალა, იმიტომ რომ ეგრე მიჯდება, შავი გადამოწმა, ის არის შავი ექიმი, ხო? ეგრე ლაგდება. მე რუიანზე ავწევ, ვიზეც ვიცი რომ ნამდვილად შავია, იმაზე ავწევ ხელს. მადლობა, 6-იანს უსმენთ? ჰა ბიჭო, მაგარი გზნობა მართლა, აი, რო ხდები ხალხი რაზე მიდის ტყუილისთვის რა მართლა. მოკლედ, კალამ 11-12-ში ეძიეთო და 11-12 სამ ეტაპზე არ ამოწმებთ, გაიმაზა. თავისენ გაწირა, არა მგონი, არა. ანუ ფრთხილად იყავ და შენ გადამოწმე ხაჭი. ძალიან აგრესიული არის ეს ბიჭი. ან მოხალხეთ, უწოდე ვის ვაგდებთ. 4 ნომერს, არა, 4 ნომერი ყველა ვარიანტში აგრესიული თამაში. აგრესიული თამაშია რა, ეგრევე დეტექტივი ადის. ექიმი მე მღილავს, საღამოთი ერთ გადამოწმებას გეუბნებით. ყველას მოგისმინეთ, დასრულდა. დასახელებული კანდიდატურები არიან 5, 7, 8, 4, 3, 10, 6. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა? ერთი ხმა. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა? ერთი ხმა. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა? 1 ეს დაგვიანებული ხელია 1 2 3 4 5 6 7 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 3-იანმა? ვინ ფიქრობს რომ 10-მა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 6-მა? მადლობა 4 ნომრის ბოლო სიტყვა. მაგრად ჩამოყალიბდით, ბოჭო, გილოცავთ. იმდენად ჩამოყალიბდით, რომ აღარც მინდა რამე გითხრათ, უბრალოდ დეტექტივზე თავიდანვე ხელის აწევა მე მეგონა რომ პირველი თამაშიდან აქამდე რაღაცა ისე იქნებოდა და გავიზრდებოდით და პირველ ღამეს ნამდვილ დეტექტივს, პირველ დღეს პროსტად ნამდვილ დეტექტივს არ გავუშვებდით. ყოჩაღ מחარ ვამაყოფ რომ მე გახსენე წინა ხელში და რაღაცები გისწავლია და ეხა მე დაემბრუნდა ეგ წუად და წინა ხელში გელაპარაკა ესე კარგად და რაღაცას ვიზამდით და ეხა წინა ხელში არ იყო. 9-იანს ფოლი. აბა თქვენ იცით რიას მეორე ხოლმე. გულები გაუსპამოთ მონაწილეებს და ღამე. ესე მოხდა რომ არ გამემართლა ძალიან, იმიტომ რომ מחარას მოუვიდა დეტექტივის კარტი პირველად და ყველამ დაიჯერა מחარასი და არგუმენტებს არ გაყვნენ, უფრო ემოციებს გაყვნენ და ემოციით რა თქმა უნდა მე დამარცხებული ვიყავი ამ მაგიდაზე, როცა ეგ მოხდა. აბა თქვენ იცით, იმედია ჩემები რაღაც იზამენ, იმიტომ რომ მე მგონი გიგი ყოველ შემთხვევაში მიძვრება და ნახოთ სადამდე გაწვება. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღბები ჩამოვიწიოთ დაბლა. იღვიძებს მაფია. და ირჩევს მსხვერპლს. დონი მიდასტურებს. ვემშვიდობები. იღვიძებს დონი და ეწევს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეწევს იაკუძას. მიიღო პასუხი. ვემშვიდობები. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს.
იტობები იგვიძებს დეტექტივი მიიღო პასუხი იგვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს ის უბედური თენდება თამაშტოებს ნომერი 9 რა თქმა უნდა ამაზე პატარა ეჭვიც არ მქონდა სამიანი ხო გადამოწმე ხუთიანი გადამოწმე სამიანი და კარგია უეჭველი შავი მეგონი. რა? 7 რა? ვინ გონია? არ ვიცი რა, არ მგონია, ანუ შავი. არა, ამ მომენტამდე ხა შენ უეჭველი შენზე მეგონა უეჭველი შავი დაგხვდებოდა. ხო, მეგონა რა უეჭველი შავი დამხვდებოდა. 9-იანი რატომ მოკვდა ეხა? მეგო ანუ რა, ანაირად ლაშა თუ წითელია? ხო. ბიჭო, რაღაცა რჩევას მოგცემთ ერთ რა, რა ვიცი, რაც ისეთ რჩევას მოცემაც შემიძლია რა. ცოტა თასი მე თამამები არ იყოთ რა როგორც ჩვენ ცოტა ისე სხვანაირ თამაში არ იყო რა მეტი ორჯერ დაფიქრდით არ ვიცი რა ანუ არ გამისწორდა ჯერ რომ გავარდი ძალიან შავი ვინ არის აი ხე მე გეტყოდი შენ რო არ შავად გადამომეწონე კაი რო რამე შავების გუნდი მაშინ თუ ხარა დეტექტივი 4 ლუკას ძმა თვითონ მე მეუნებოდი სულ თავიდან 12 ერთში უფრო 12 შეიძლება გუნდი იყოს იმიტომ რომ ამან გააკეთა ნეიტრალური განცხადება ყველას ან ნეიტრალური განცხადება გააკეთე ბიჭო არ მაქვს ეხლა ზუსტად რო ვიცოდე ვიტყოდი ეხლა და ნეიტრალური განცხადება გააკეთე 11-მაც ნეიტრალური გააკეთა ეხლა და ვინც ნეიტრალურ განცხადებას აკეთებს ის არის უფრო თუ რა მათამაშეთ რა დავრჩეთ ამის მერე და ვითამაშოთ აღარ მინდა პირველად მომივიდა პატიოსანი ჩემი საყვარელი როლი მომივიდა პირველად და პირველივე ღამეს მოვკვდი. თამაშტოებს ნომერი 7. გაკავთ 10 ნომერი ახლა. გაკავთ 10 ნომერი ახლა ყველა ხელით, იმიტომ რომ 10 ნომერი არის ექიმი, რომელიც თავის საწინააღმდეგოდ გახსნილ ექიმში კი არ დებს ხელს, დებს 7-იანში. წევს 7-იანის გასაყვანად ხელს რა. ლაშა მიმართლა მეგონა რომ შავი იქნებოდი. მართლა მეგონა რომ შავი იქნებოდი. ანუ იმიტომ რომ ისე თამაშობდი რომ ანუ მე მიტევდი ისე რომ არავითარი ინფორმაცია არ ქონდა ისე როგორც მე გიტევდი შენ მეც არ მქონდა შენზე ინფორმაცია მაგრამ ანუ სრული აბსურდია ლაშას გაანებეთ თავი 4 წითელი ხართ ახლა აქ ადგილზე რა დაიწყეთ გაცხელვა ხალხის რა დაჟე იმასაც გეტყვით რომ შეგიძლიათ ლუკა არ გაიყვანოთ ახლა და ლუკა იყოს სამიზნე უბრალოდ იმისთვის რა ქვია იაკუძასთვის ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ შეგიძლიათ დაიწყოთ გაცხელვა ხალხის შეიძლება პატიოსანი გაიყვანოთ მაგრამ ეგ სიგიჟე არ არის ხოლმე ზოგადად რა მე მაინც შეიძლება ვითამაშებდი ახლა მომენტში და ლუკას გაუშვებდი და მე מחר გადამოწმებებზე შენიცი აბა ეხლა და თქვენ კიდე ერთმანეთი დაიცავით კარგად აბა ეგ არის ძმებო ეხლა მაინც მოიგეში მე მგონი ის როგორ თამაში იყო ერთი ხელით რო აუცდი რა ანუ წინა თამაში რასაც ვამბობდი მე მგონი ეხლა ხდება ის რაღაცეები რა კარგი სიკვდილი იყო ანუ რატომ მეგონა რავი რა ვთქვა აი დაჟე מחარა უეჭველი დეტექტივი არის ჩემთვის ახლა აქ რა. კნო შავი არის, კნოსთან ერთად შავი იყო მისი ძმა, აი მესამე ვინ შეიძლება იყოს, არ ვიცი მართლა, ალბათ ქორო არის. ისე თამაშობს ჩუმად არის წყნარად არის და შეიძლება გაპარვა მოახერხოს რაიმენაირად. აი დანარჩენი მეორე გუნდზე ვერ ხვდები ვერაფერს რა. ბასტოს სიკვდილი ცოტა ის იყო, აი არ ვიცი რა პატიოსნება თუ მოვიგეთ, კარგი იქნება რა, გამიხარდება. საახალწლოდ მაინც რა, წითელი ფერები რაღაც ხალისი ისა ეს რაღაცეებია მე ახარ მოიგე შენ იცი გთხოვ მოიგე წრეს გახსნის ნომერი 3 ბიჭო ნახე 7 ნომერი იყო ადამიანი რომელიც ეგრევე ჩახტა 6 ნომრის დეტექტივობაში ასევე 11 ნომერს ელაპარაკებოდა როგორც პატიოსან მოქალაქეს ეუბნებოდა რომ 11 ნომერმა არ დაიწყო ცურვაო და ანუ 7 ნომერი ნულოვან წრეზე ქონდა საშნელი შეფასება არასწორი შეფასებიდან გამოდა არასწორი გუნდის აყვანა და მე მიტევდა იმავე არგუმენტით რომ მე შენზე ინფორმაცია არ მქონდა და გიტევდიო და ანუ ჩემს ეგ ვერ იქნება პატიოსანი მოქალაქე მაგრამ ეხლა რომ 7 მოკვდა ნახე თუ ესენი არიან ცუდი ტიპები მაშინ 7-იანი ხო დარჩებოდა რა მე რატო გადავამოწმე ანუ ნახე მეც წითლად შემოვდივარ შენ რო ცუდი ტიპი იყო 7-იანის რო შემოგეყვანა შავ კარტად ძალიან ჭკვიანოსვლა იქნება და კაი მე ვასახელებ ერთ ნომერს ერთ ნომერი არ მომეწონა თუ შეიძლება აგვიხსენი შენ იქით ყველა რო გადააწითლე
თურმე მე აგერ პატიოსანი ყავარ, მე თუ პატიოსანი ვარ, ეს თუ პატიოსანია 11-12 მოგწონს და 7 და 9 თუ წითელი გქონდა, შენ მათემატიკურად შავი გამოდიხარ და თუ შეიძლება შენ თვითონ გითხარი ვინ არიან შავი, ერთიანი არ მომწონს, ასევე 11-ს არ მომეწონდა დაგვიანებული ხელის გამო. და ამ ეტაპზე ხუთიანს უსმენთ? ჭვალა ერთი ამბობს 12-ზე შავია. შავ 12 წითელს არის დახს ერთი ნომერი. ვაა. ძალიან უცნაურია. ნახე 7 ხმით გავიდა ხო 4 ნომერი. 7 ხმით გავიდა 4 ნომერი, 10 ნომერმა 7 შეაწია ხელი. ეს ცოცხალია. მეც ცოცხალი ვარ. ნახე მე ნუძროზე ვითამაშე 1 2 3 5 და ამის გამო იქიდან ყველამ გადამიარა 4-ს როგორ დაუძახე შავია. მაშინ იქეძიან ეგ შავები რა. ანუ თუ 4 დეტექტივი იყო, არა არ ვიცი რა. 4 ნომერს ნუძროზე ვკითხე, დეტექტივი ხარ თქო, ანუ რაღაც ესტრიკოზე გავუგეთე და გაეციან და გაიხედა ვაფშე დაივიწყა მე ის და არ ვარ ჩამოყალიბებული მე ეგრე მარტივად და ეხლა როგორც არის სიტუაცია რა. აი მე მეგონა რომ 6 მოკვდებოდა, მაგრამ შეიძლება იფიქროს რომ 6 დაიხილებოდა. ვაღნება 2-იც უნდა იყოს დასახელებული, იმიტომ რომ ყველაზე ცოტა 2 ნომერი ლაპარაკობს ეხლა რა. უნდა ჩამოყალიბდეთ მაშინ, რომ აღარ უნდა გავუშვათ არც ეს და არც ის. ან ეხლა უნდა გავუშვათ, ან აღარ აზრობს, всё, მე უნდა დავივიდე გრამატიკაში. დასრულდა. 6-იანს უსმენთ? 6-იანის დროა? ბიჭო, ძმის სულებოდა, ძმაზე უტკბესებოდა დებოდ, ჩემო. ეხ კარგი რამე მოხდა. შენ რომ არ გადამომეწომინე, ოზი გაგდებული, გადამომწომული, რაც შენ ფეხებას გვინდოდა. ეხლა ვიცით რომ ვაშუკი კარგად არის ყველაფერში, ოზი კარგად იყოს. სუდია თუ კარგია დაგვტოვა. ამიტომ აზრი არ აქვს. ყარი საფუძველი იდეაში ჰიტა და მე ვართ. აქეთ ამხარეს ლაშაც კარგი მყარი საფუძველია უკვე და ეს კაციც ნუ თუ შოგუნებით რომ გვევლატავებიან და იმერებით არ ვიცი ისა ჯანდაბაა რა. ეხა გადის 10 ნომერი უსიტყოთ. მე ერთ გადამოწმება დამშვიდე, ეხა აღარ ვიტყვი ის გადავამოწმებ, იმიტომ იქ იმან დურთონ, მე ითარსდება ხოლმე და შავებს რო დაუტოვო, იქნება ოზი, ნახე, ოზი პროსტა ისე გავიდა. შეიძლება მაფიოზებმა დურთეს ამ ბედურს, იპოვეს და აგდეს რა. მიხვდი? და შენი უკვე ცოტა აგრესიის მე დავიჯერე რაღაცეები და ოზი ამათმა მოიშორეს, იპოვეს შეიძლება, ან არ იპოვეს, არ ვიცით. ეხა ვიცი მე რა გადამოწმოთ, აქეთ ამ ხარე მგონია კაი ხალხი. რიანი? ეხა მართალი ხარ შენ, ყველაფერი მოხდა კარგად. ნახე, 7-იანის გადამოწმება, ეხა ძალიან ცუდი იქნებოდა. ეხა ვიცით რომ შენ სანდო ადამიანი ხარ. 5-იანიც არის სანდო ადამიანი. ნახე, მაგაში არ შეცდე რომ სანამ ქილები კეთდება, შოგუნს არ ვეძებთ. ეგ ბოლო სამკაცში ვიფიქროთ მაგაზე, თუ დავშევით რომელი. ანუ ეხა 3, 5, 6 და მე ვართ ამ წრეზე არ ვარდებით არც ერთი. 10-იანი თუ დასახელებულია, მოდი 5-საც დავასახელებ, მოითხოვა. ვასახელებ 10 და 5-ს. 10 მიღებული. ნახე, ეხლა რა მოხდა კიდე ძალიან კარგი. მე ვიცოდი რომ מחარს არ მოკლავდნენ და ასევე ექიმებში არ მოხდებოდა სროლა. ამიტომ ერთადერთი წითელი 5-იანი დავხილე. ეხლა ხილავ ჩვენს დეტექტივს და ამიტომ ერთი გადამოწმებით მეტი კიდე გექნება. ამიტომ 2 გადამოწმება გვაქვს იმ ადამიანებში. ამიტომ ძალიან კარგად მივდივართ. ეხლა გავიდეს 10-იანი და უმარტივესად მიდის ჯერჯერობით. მადლობა. 10-იანს უსმენთ? რატო ავიწია 7-იანზე ხელი? იმიტომ ავიწია 7-იანზე ხელი, რომ 8-იანზე ვიცოდი რომ არავინ არ აიწევდა ხელს. იმიტომ რომ 2 ექიმია, ექიმში არ აიწევდა ხელს და მე მერჩინა რომ 7-იანი გასულიყო, რომელიც ეგრევე ჩაეწერა 6-იანის დეტექტივობაში და რავი, არ წინა თამაშთან ვერ ისწავლა, მაგრამ არ უნდა ჩაეწერო ეგრე. მე ეხაც ისეთი ლოგიკები მიდის, რომ ყველანაირად 4-იანი შავიაო. მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი 4-იანია თუ 6-იანი დეტექტივი და რატო ხართ ეს დარწმუნებულები და რატო გავდივარ ეხა მე იმის გუნდში, არ ვიცი. ანუ ესენი შავები არიან, ესენი გავლენ და მორჩება რა. მე რო გავიდე, მე 3-3-ში რო წავაგოთ, რა შვებით. მიიღეთ 8-яნის კანდიდატურა. 7-იანზე ლოგიკა არ მომეწონა מחარასი. უყურე მაფია მესროლა 7-იანს. იმიტომ რომ ეგონათ რომ გადაამოწმებდი და თუ წითელი იყო, მე ისინი ესროდნენ და გავიდოდა. და პას. ორი ექიმი იყო გახსნილი და ვიცოდი არავის არ გააგდებდნენ და პირველ დღეს დეტექტივი გავარდა და რამე ექიმი რატო არ გავარდებოდა.
მაგრამ კაი ვასახელებ 5 ნომერს, 7 ნომერზე უფრო დიდი შანსი იყო ხელი აწეულიო 7-ზე და არა 8-ზე. 7 ნომერზე, 7 ნომერზე თავიდანვე ვამბობდი, რომ არ მომწონდა და მგონია, რომ რეალურად ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ უბრალოდ თავს იპატიოსნებდა თქვენთან ყოფნით და ძალიან ცდილობდა, რომ მოგკეთდებოდათ ორივეს. ამიტომ აი რაღაცა ჩემ გონებაში მგონია, რომ შავად გავიდა 7 ნომერი. მესამე ნომერზე რო გითხრათ, რომ ისეთ დამოკიდებულება მქონდა, რომ შავი იყო, არა, მაგრამ მიხარია თუ წითელია და ჩვენთან ერთად ითამაშებს. რაც შეეხება მე-12 ნომერს, მე-12 და 2 ნომრის აი ესე ჩუმჩუმად გაპარვა ძალიან არ მომწონს. ანუ კიდე აქტიური არის თამაში, მაგრამ ანუ აქტიურად თამაში ყოფნა და გაპარვაც ძალიან შეუძლია, ამიტომ ახლა სიმართლე რო გითხრა, მე შენს ადგილას გადავამოწმებდი პირველ ნომერს და რეალურად სულ წითელი იყოს მათემატიკურად როგორმე შავები გამოვიდოდა მე. ხა ნუ მეორე ნომერი ახლა ისაუბრებს და გავიგებთ რა უნდა საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან ჩუმჩუმად მიიწურება. პირველ ნომერს უსმენ? 12-ს უსმენ? ხო. მოკლედ მე მგონია ეხლა მახარას თუ მიყვებით, მაშინ მახარა რასაც ამბობს რომ 5 არის წითელი და 3 წითელი, მაშინ უნდა მიყვეთ მახარას რა. ანუ რავი, თუ გჯერა, მაშინ 5-იანი მახარას იმჯერა და ამის არ ჯერა არ არის, ანუ მახარას თუ ვენდობით, მაშინ მახარას ვენდობით ეგ თემა. მე არის ანუ 8-იანი და 10-იანი რა. და ამ 8 და 10-იან შორის ანუ მაგალითად მე 6 ნომერის და 8 ნომერის ისეთი დამოკიდებულება ქონდათ რომ აი მაფიოზები რო ყოფილიყვნენ ეს ხილის ჩარტყმები და აი ეგეთი დამოკიდებულება არ იქნებოდა ესე მგონია ესე თამამად რატომღაც ამიტომაც უფრო 10-ისკენ გადმოდის ჩემი რაღაც ხმა იმიტომ რომ მახარა აი არის რა მახარას თუ ვენდობი 10-ისკენ უნდა გამოვიდეს მაგრამ მოვისმენ კიდე მაგრამ ჯერჯერობით და აი ნინიკო ცოტა 11 ნომერი ცოტა გვიან როა წი აი ხელი ეგეც რაღაცაზე მაფიქრა და მე 5 ნომერზე რაღაც რო თქვა ამიტომაც 11 ნომერს დავასახელებ იმიტომ რომ 10 ნომერი უკვე დასახელებულია და 11 ნომერი მეორე ასე ვთქვათ გონია რა პირველი ნომერი მე ვაყენებ 12 ნომრის 11 ნომრის ხომიც არის. მოკლედ რაღაცას ვიტყვი რა 0 წრეზე ძალიან არ მომეწონა 3-იანი, 4-იანი, 5-იანი და 8-იანი. დაჟე 8-იანმა ლაპარაკი რო დაიწყო, მეთქი შენ შავი ხარ თქო, რა ვქნა არ მომეწონა. ანუ ისეთ აზრებს დებდი რომ ანუ რა აზრი გქონდა, ვერ ხვდებოდი, აი, კაი აზრი მაქვს თუ ცუდი აზრი, რაღაც დაფანტული გქონდა რა. მაგრამ ისე შემოbrunდა ეხლა რომ 8-იანი გონია ექიმი, შენც გონი ხარ დეტექტივი, მაგრამ შენ რატო გონია 8-იანი, მაგას ვერ ხვდები. რავი ისე დამილაგდა რომ 2-12 11-ში აუცილებლად ჩავიზის. როგორც ლაპარაკობთ, მომწონს, 11-იც მომწონს, 12-იც, უფრო მეტად არ მომწონს 2 ნომერი, თავიდან ვიხალისე. კაი იყო, მაგრამ ანუ, რავი, ეხა მაკლი ხარ. უბრალოდ ერთადერთი რაც არ მომეწონა, ლაშას არგუმენტი თქვი ბოლოს გაიმეორე, ბოლო ხელსაწევად და წეღან მეკითხებოდი, ხმავის მივცეო და ეგ არ მომეწონა მე პირადად რა, იმიტომ რომ ყველანი დაბნეული ვიყავ. ხო, ეგ არ მომეწონათ. მე მგონია რომ ის უნდა გადამოწმო, ვინც პატიოსანი გგონია, იმიტომ რომ დანარჩენებს გავიყვანთ რა. დასრულდა. სანამ 2 ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 1, 2, 10, 8, 5, 11, 12. 2 ნომრის 1 წუთი. სამამთხოვა დამასახელებ, სამს ვასახელებ. ეს ჩუმჩუმად მიიპარები რა არგუმენტია, მაგას ვერ მივიღებ ვერანაირად, იმიტომ რომ პირველ წრეზე ვილაპარაკე რომ 6 მომწონს, მეთქი 7 მომწონს, 9 მომწონს. მეორე წრე დაიწყო, ვაკვირდებოდი აბა ვინ გაიხსნა მეთქი, აბა ვინ გადაამოწმა, ველოდებოდი, არავინ არაფერი აქნა და გადმოღერებაც არ მომწონს, თან 11 რაც ილაპარაკა, აბსურდული უარგუმენტო შემოტევა ჩემს მიმართ და მე ერთმა ნომერმაც რო გაიმეორე და დავაგდი. რატო დაგაგდი? ფოლები ავიღო და გელაპარაკოთ? თუ რა ვქნა ვერ გავიგე. 3 ნომერს სხვათა შორის თავიდანვე უაზროდ შეუტია ბევრმა. ეგ არ მომწონდა არც მე. ეხა მაინც მგონია რომ 10 ნომერი უნდა გავიდეს. და ხო 10 ნომერმა თქვა რომ ის 4-ში რატო ჩაეწერა. ძალიან ცუდი გახსნა ქონდა 4 ნომერს რა. აი ძალიან არ მომეწონა 4 ნომრის გახსნა და ასევე 3 ნომერზე რო ლაპარაკობდა თითქოს თითიდან გამოწოვილ რაღაცებს ნაშვებოდა აკერე. დასახელებულები არიან 1, 2, 10, 8, 5, 11, 12, 3. პირველი ნომრის 30 მე მგონია და დარწმუნებული ვარ ეს პატიოსთან ყავს გადამოწმებული 5 პატიოსთან ყავს გადამოწმებული შენ დეტექტივი ხარ 8-იანი არის ექიმი მე მგონია რომ ვინც ყველაზე მეტად გეპატიოსნება ის უნდა გადაამოწმო ჩემი აზრით ეგ არის სწორი დანარჩენი რა ვიცი ანუ დანარჩენი ვინც არ უნდა გადაამოწმო ჩემი აზრით აუცილებლად ჩავიდა ხდება რა მე ესე ვუყურებ ამ თამაშს და შეიმინდი არ წავაგებთ ეხლა ალბათაც ავწერო, მაგრამ მე პატიოსნებოდი. სორო, არ ვიცი. მე ძალიან მეშინია რაც ხდება. ძალიან არ მომწონს კვლელობები.
მე მაინც 10 არ მეპატიოსნებოდა ეგრე რა 4 და 4000-ის გუნდი ძალიან არ მომწონს ნუ ორივე რო გაიხსნენ მაგიტო არა ნუ 4000 გუნდი გამომდის მაინც ყველა ვარიანტში და 4000-ის გუნდში მაინტერესებს მესამე კაცს ვის ფიქრობთ მაინტერესებს ვის უნდა ილაპარაკოთ ახლა 4000-ის გუნდში მესამე კაცს ვის ფიქრობთ მადლობა 10-იანს უსმენთ თავი დავიხილე. რავი, თუ მაინც გაგყავართ, ვიტყვი, იმიტომ რომ რავი, ეგრე ჩამოყალიბდით. არ ვიცი. მე ვერ ჩამოყალიბდი დეტექტივებში, შეიძლება ეგ ჩემი შეცდომაა. და რავი, მეც ოზისავით რომ ჩამოყალიბებულიყავი 6-ში დამტოვებდით თუ როგორ არის, არ ვიცი. მე არ მომეწონა, რავი, ხიტა ხო ვიცი რომ შავი ხარ, მაგრამ არ მომეწონა შენი გახსნა ძალიან. იმიტომ რატო ძალიან ისე იყავი. მე გეოლდებოდი მაგიტო, რომ აბა ექიმად ვინ გაიხსნები, სანამ არ გაიხსენი შენ ექიმად არ გავიხსენი, იმიტომ რომ რუიანს უსმენთ? აი ეხა 10-იანი გადის. შენ ვინც გინდა ის გადაამოწმო იქეთ. ანუ მე ეხა რო გირჩიო, შეიძლება რაღაცა პირიქით ცოტა მიმოხდე, ამიტომ არ გირჩიო. შენ თვითონ რასაც გული გიგანახებს, ისე მოიქეცი. ეხა გადის 10-იანი. ყურადღებით იყავით, რომ ვინმე ხელისაწევა არ დაიგვიანოთ, თორე ძალიან დიდი ინდიკატორია რაღაცეებში ხანდახან. და არაფერი აღარ მინდა მეტი თქვა, სანამ ახალ გადამოწმება არ მეწოდინება. მადლობა, 5-იანს უსმენთ? მე არ ვფიქრობ ეგრეთ მარტივად რა რო არის აქ. ნახე, მომისმინე სამ, შენ არ იცი ვინ აი იქ. შენ არ გავს ისინი გადამოწმებული, სამან გადაამოწმე. ხო, და რა? იქნება მარჯვენა ხელი ყო იაკუძა იყო, შენ რა იცი რომ ეს არაა ის რა. აი ვე არ ვიცი. მე ნუ ულტრაზე შენ ხო იცი რომ არ მომეძანა. მაგრამ იმანა ჩავიდა მეძახა. კაი, მომისმინეთ ეხა. კაი, ეხა თუ 10 გავა, თუ მაგიდაზე იაკუძა ზის, იაკუძა უნდა ესროლოს ან ამას, ან რო ასე გაითვალისწინოთ. თორე 3-3-ში დააგებ, თუ მე 3-ში ავიყავთ ამათ. ანუ თუ იაკუძა ზიხართ მაგიდაზე, ერთ-ერთი უნდა მოკვდეს. უეჭველი უნდა მოკვდეს. 11 ხოიმე. იმედია რაღაც ძალიან მარტივი თამაში რო გქონდა, პირიქით ძალიან ცუდაში არ ვართ, იმიტომ რომ ეხა ისე ვისაუბრეთ, რომ რაღაც ძალიან დავებანი, მაგრამ ხო და მოკლედ და ჩემი აზრით ეხა 10 ნომერი უნდა გავუშვათ, იმიტომ რომ რავი, მე კი ვთქვი ხიტას თავიდან არ მომწონს თქო, მაგრამ კალას გადამოწმებული შავია, კალას დეტექტივობას არ მივყვები და ეგ გონებაში ძალიან მრევს, ამიტომ საბოლოოდ რადგან מחარას დეტექტივობას მივყვები, მე 10 ნომერზე ვწევ ხელს და არ ვიცი, მე 12 პირველი ორი. და რატო, ანუ ამას ხო არ ყავს ეგათიანი შავად გადამოწმებული. არ ვიცი მეორე. რა? ამას არ ყავს ეგ. დასრულდა. ხიტა ყავს შავად კალას გადამოწმებული. ანუ მე მაინც ეხლა 10 ნომერი მგონია კიდე ერთხელ რატო რა ანუ რო კითხე შენ ვინ არის ანუ მე რო გავალ მე ვიტყვიო რა და ანუ რა ექიმი თუ ხარ და მარსა იცი ანუ ეგრევე ჩემი აზრით ეგრევე გეტყოდა რა ანუ და საკუთარი თავის დახილვა ცოტა აი რაღაც მე იფიქრა შენ რო კითხე და მე გაქცა უფრო პასუხი და ანუ მოდი ანუ შევიკავებ თავს სხვა რაღაცებზე ვილაპარაკო 10 ნომერი მგონია რომ უნდა გავიდეს და ხებზე მე კიდე სხვა რაღაცებს ვიტყვი რა ასე ვთქვათ მაგათი ჯერი მოვა ჯერჯერობით 10 ნომერზე გავთქვი ისე რა. 3 ნომერს უსმენთ? მე მაგალითად 12-ის ნალაპარაკებში რაღაცა განსაკუთრებულ უცუცს ვერ ხედავ რა და აი ერთიანს 12 შავი გონია? არ ვიცი, არ ვიცი. ნახე ლუკა მე შენში რა არ მომეწონა იცი, ანუ იმა რო თქვა, ჯერ ხო ექიმი ვინ არის, ექიმი ვინ არის, ეს ხო ძალიან იავნი იყო, რომ ექიმად იხსნებოდა. მე ის რო გაიხსნა 5 ნომერი და შენ ეგრევე კი არ გაიხსენი. ამან აჩვენა, იმან კითხა, შენ ანუ ექიმად იხსნებიო, ამან თავს უკთენ და მე შენ ადექი და 1-2 წამის მერე გაიხსენი რა და შენ თუ ექიმი ხარ, ეგ არ მომეწონა. ასევე ნახე მე რატომ გონია 6-იანი უფრო მეტად დეტექტივი შენ რო თქვი, რომ გათენდა ეგრევე მანიშნა. დასრულდა. დასახელებულები არიან 1 2 10 8 5 11 12 3 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ პირველმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 2-მა? ვინ ფიქრობს რომ 10-მა? 1 2 3 4 5 6 7 ხმა? ვინ ფიქრობს რომ 8-მა? თქვენ ხო არ აგიციეთ 10-იან. ვინ ფიქრობს რომ 5-მა? ვინ ფიქრობს რომ 11-მა? 12-მა? 3-მა. 3-ზე გადავიდა 1 ხმა. 10 ნომრის ბოლო სიტყვა. ყველას გიმახსოვრებთ, იცოდეთ. ვინც მე საპრიზოში არ შემიყვანეთ, ხუთეულში შეიძლება და მოხდა. აი, ახლა, აი, რა იცი, ხა მე ვარ თუ ეს დეტექტივი, რომ მიშვებ. არ იცი მართლა ზუსტად. ბალანსი ითამაშეთ რა, გირჩევდით მაინც მე ჰა? სამიანი ვინ არის? ვერ გავიგე რას მეკითხები. აღარა აქვს აზრი.
შვიდმა კაცმა მომეცით ხმა, რატო უნდა გიხსნა ეხლა მე შავები და თუ შავი გონია და ამდენ რატო უნდა გიხსნა რაღაცები. ბას. დავშვიდობთ 10 ნომერს. ხამე? საშინელება. ჩემს მას ჩავყევი რა. შემეძლო რომ არ მეთქვა არაფერი, ეს უბრალოდ გაიშვა და ალბათ ეგრე ჯობდა, იმიტომ რომ ძალიან გაშავებული იყო, მაგრამ ჩემ ძმას მე ესე არ დავტოვებდი. ძმა ძმისთვისაა და ამიტომ ჩავყევი. იმედია ჩვენი მაფიოზი გაძვრება მესამე. და რაღაცა იქნება. მადლობა. ნიღმები გავიკეთოთ კარგად. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს ლაფია. და ირჩევს ხერხს. მიიღეს გადაწყვეტილება. დონი მიდასტურებს. ვემშვიდობები. იღვიძებს დონი. და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი. და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. ვემშვიდობები. იღვიძებს შოკუნი. და უერთდება იაკუძა. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი. და იღვიძებს ექიმი. შეეცდება რომ გადაარჩინოს ის უბედური. ვერჩიდობენ. თენდება. თამაშ ტოვებს ნომერი 6. გაგიფუჭ და ჰილი შეჩება, თუ რა მოგივიდა. ანანო. კაია, ანანო, კაია. აი ეს არის რა, აი ეს გავუშვით. მარა, ბიჭო. აქ ყველაზე მოიცა, იქ დაიკიდეთ, ბიჭო. გაგიფუჭ და ქილი თუ რა მოუვიდა, არის მოქმედა დოზა? ეხლა იცი გაიправებ თავს. ჰა? წინაზე მოიტყუე? შეიძლება. რო ეხა ვითომ დამხილავდე და მაინც გაისვრიდნენ. მაგას ორივე მე გამარტყა შეჩე. ანუ ორივე მე გამარტყა? შეიძლება კიდე დატყოს ვინმე თუ არ ვიცით შენ. ეს ხო იმენა სერიალია. კაროჩე, ჰიტას მაინც კაი კარტად გიტოვებ, ანანოც კაი კარტია. აი ეს არ ვიცი რა, ეს ხარაკი რა მგონია და არ ვიცი. ორად ნინიკოც არ მგონია, არ ვიცი რატო ნუ მკითხავთ, იმიტომ რომ ლოგიკაში მოყვებოდა ყველა ვარიანტში. 12 ნომერი, მიუხედავად იმისა, რომ მანიშნა რომ გულწრფელად მე კაი კარტი ვარ, 12 ნომერი მგონია და აფერისტი მგონია საერთოდ. და აი ეს უნდა გავუშვათ, ლოგიკურად ეს უნდა გავუშვათ. აბა სხვა მაფიოზი ფიზიკურად არ რჩება რა. გავიმშვიდობთ 6. სამი ადამიანია, დანარჩენი თქვენიცით რა. მე მგონი, კარგი დეტექტივი ვიყავია რა. ძალიან გიჟიბათ, ჩემ თავს გეთ დეტექტივად იმენაც. ეგ თან ბიჭო კალა და პატარა ძმა, მე უბრალოდ რომ მახარ შენ ფეიკი ხარო, ბიჭო, არადა მე ნამდვილი ვარ ჩემ. და კალა მიდგას და პატარა ძმა იქ პატეშკას ადებს. გავგიჟდით, მეთქი. ვახის პატარა გოგო, ცუდად გავხდი რა. შენ და აუნა მეთქვა ეხა რა. კალა მაგარია. რო არ ყოფილიყავი მე დეტექტივი დავიჯერებდი რა. მაგრამ რა ცუდია იცი დეტექტივი რო ხარ და კალა რო გიყვებს და გეუბნება რომ ნუ იტყუებიო. აი ავედი ძმო, ძალიან მაგარი თამაში მქონდა, ბოდიშები. მართლა მაგარი თამაში მქონდა. გიგის თითი დაუქნიე, გიგისთან ვანიშნე გულწრფელად. კიო, ბიჭო, მომატყვა, მაგას ძალკე მოსათხოვია აქ პასუხი, მაგრამ მთავარია რომ კოპალა და ლაშა კარგია რომ წითლებიან, უბრალოდ ჰიტას გუნდში უნდა ითამაშონ და ხო რა. ქორო და ანანო მიძვრებიან, ბიჭო. აი, ანანო ცუდი უქენი რომ გადავამოწმე, იმიტომ რომ კაი სახელით დარჩა. ეგ ძალიან ცუდია რა. ეხ შევედი, მაინტერესებს, შევთოს გონდა მოვკო. წავიდე.
წრეს გახსნის ნომერი 5. ეხლა დამხილე ხო? ჯვარა ხო ეს 6 რომ მოგდო პირველი მაგან გამიელო თავში მან წერან თქვა რომ 6 დავხილავდიო, მაგრამ ნუ თუ ის სვლა არის რაც მე გავიფიქრე, მაშინ ოკეი. არა, ანუ რო ამ წერან თქვა რომ ეხლა 5 დავხილავ და შემდეგ წელზე 6 დავხილავ. 6 რომ მოკვდა გამიკვირდა, მაგრამ მე მივხვდი რომ ეგეთ რაღაც მეც მაქვს გაკეთებული, ვინც რეალურად არ ყავდა დახილული, იმაზე ვთქვი რომ დავხილეო. ჯვარ ვიცი რა, მე 10 ნომერზე ხელი როცა ავწიე, იმ მომენტში არ ვიყავდი არწმუნებული, მაგრამ როცა გავარდა მე რეებიც ილაპარაკა, აი მე უკვე ძაამეშავა რა. ვასახელებ 11-ს. 11 ნომერი იყო გამოყენებული. რა გაცინებს კაცო? მე მგონია რომ 9 შვიდში ორი წითელი არაა გასული. 9 ნომერმა ისე 9 ნომერს ძალიან გაუტყდა გასვლა რა, ან როლიდან გაუტყდა გასვლა და არა მოქალაქიდან რა. რაღაცა ცუდი როლი მგონია რომ შეიძლება ყოფილიყო 9-იანი. 7-მა რაღაცები იბუდიალა კიდე. ერთი რო წითლად დამხვდა, კაია. მე 11 გუნდი მეგონით, იცი? მარტო შენ უსმენდი, აი მარტო შენ უსმენდი. და ვიანს უსმენთ? ხოჩი. ხო, ძალიან დაიძაბა ახლა. ნახეთ რა გორი ამბავია. მე 9-იანი და 7-იანი რად გავიდა წარმოუდგენა არ მაქვს და ვერც ვივარაუდებ მაგას. ეხლა მე უნდა ვივარაუდო რომ ეგენი მაფია არ იყვნენ და ისე ითამაშეს. 4-სა და 10 შორის მესამე მაფია. მოდი გამოვრიცხოთ. ანუ პირველი ვერ არის, რადგან ვერ ისვრის, მესამე ვერ არის და 5 ვერ არის. შესაბამისად, ეხლა უნდა დავასახელოთ 11, 12 და 2. ვასახელოთ ამ სამივეს. ამ სამი ადამიანა რომელიმე უნდა გავაგდოთ ახლა. 11, 12 და 2-ს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ სამიდან უნდა გავიგდეს ახლა 1. ანუ მე იმასაც უშვებ, რომ თქვენ გადამოწმებულებში რომელიმე შოგუნი იყოთ, მაგას რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ 7-яნის და 9-яნის გასვლას მაფიად არ განვიხილავთ და არც უნდა განვიხილოთ, მაშინ იქ იმ სამში ერთი მაფია არის. და ჯერ ამათ უნდა მივხვდეთ. თქვენ თუ რომელიმე შოგუნი ხართ, მაშინ გაგიმართლათ და ბოლომდე გაზრდებით და მე უფრო მეტი შანსი იქნებათ. მე არ გეტყვით მე დავხილი ახლა. და ვсё. 11 მოკლედ არ ვიცი, მე მგონია რომ 7 ნომერი არ გასულა კარგი კარტი, რატომღაც ეგრე მგონია რომ 7 ნომერი ეგრე გავიდა, ორი წამი დამამთავრებინა. რაც შეეხება აქეთ მხარეს, მე 12 ნომერი არ მომწონს. ვასახელებ 12 ნომერს, ანუ რომ გამეცეცხლდა ძალიან კაია. მეორე ნომერი, ანუ აი მართლა არ ვიცი. მე მგონია რომ 12 ნომერია შოუ. უბრალოდ გამანადგურე. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ხო, რეალურად მე-11 პირველი, არა 2 მე-11 და მეორეა ყველაზე საეჭვო თქვენთვის და არ ვიცი რა ვთქვა სოფლას. ასე თქო. 12 აი, მოკლედ, ნიკოს უსაფუძვლო ბრალდებას, იმიტომ რომ ანუ პროსტა მე რახან და პირველი მე დავასახელ და მე შეუტია ნიკოს და ზუსტად ეხლა გადმოვიდე ჩემს და მე შემიტია და რაც შეეხება ვიცნობ, ანუ ვფიქრობ, რომ 10 ნომერი შავი კარტი იყო და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი როგორც ილაპარაკა ბოლოს გასვლისას, აი და მანამდე გეუბნები ანონსით რაც დავამოღავე, მეგონა რომ ეგ გასაცვლელი იყო რა. ჰიტა აი რაღაც აი მე ვერ მივხვდი, მაგრამ მე რომ დავფიქრდი ალბათ მაგიტო დაჰილე ან მოვატყუე რომ ის არ მომკვდარიყო და არ ესროლა და მე მივხვდი თორე უცებ რო გათენდა მეთქი ანუ ჰიტა იყო თქო და ამიტომაც ჰიტაზე არ მგონია და რა ჯერჯერობით ვფიქრობ 11 ნომერია რა 12 ნომერზე 2 ნომერზე ისე შვიდათ არის ანუ დანარჩენები მგონია მწვანე ანუ 6-იანი 5-იანი ახან ხო წითელი პირველი ან მახარას ისი ვენდობი და ჯერჯერობით მოდი ამით დავიწყებ რა არ მაქვს მადლობა. პირველს უსმენ? ვაყენებ ორი ნომრის კანდიდატურას. აი ხე რასაც ვუფიქრდები, აი ძალიან ხელჩასაჭიდი არგუმენტი არ მაქვს არავისზე რა. ანუ ორი ნომრის ერთადერთი რაც შემიძლია ვედავ არის ის, რომ ძალიან იცავდი ლაშას და აი მთელი შენი ერთი წუთი ლაშას იცავდი მთელ შენ საუბარში და 0 წრეზე გადამიარე. მაგრამ ეგ მე ხუმრობაში გავატარე. არც 11, ანუ უბრალოდ ინერტული თამაშია, ვერ ხვდები, აი არა ვერაფერს ვერ ვეჭიდები რა. რაც შეეხება რა, 0 წრეზე ვიღაცები პროსტაზე გამიშავეს და აშკარად მაგრამ დამრია. კოპალა მეგონა შავი 0 წრეზე და შენ გამიშავე 3 ნომერი და ორივე შავი მეგონეთ 4-იანთან ერთად, ხო? და 7-იანი რო ჩახტა იმის დეტექტივობაში თავიდან 7-იანი მეპატიოსნებოდა. ეხა რო ვფიქრობ, მე როგორც ამერია ყველაფერი და შე როგორც გადაგიარეს, ეგრე მილაგდება რომ
ეგ ამერია, ანუ შეიძლება 7-იანი უფრო შავი იყოს, იმიტომ რომ ეხლა თუ ვიფიქრებ იმაზე 7-9-ში ვინ არის შავი, მე 9 ისევ მეპატიოსნება ემოციურად რა. 10-იანი დანებდა, თორემ მანამდე ულტრაზე მართლა ვერ ორიანს უსმენთ? არაფერ, სამიას ვასახებ რა, ლაშას ვიცავდი უბრალოდ რა არგუმენტებიც მითხრეს, ყველამ რაც ილაპარაკა, მაგისთან მიხედვით ვილაპარაკე, იმიტომ რომ პრეტენზია წამოვიდა, რომ არ ლაპარაკობოდა, მიძვრები რაღაცნაირადო და ეგ პრეტენზია მე ვერ მივიღე და მაგიტომ ვილაპარაკე ზუსტად ამდენი. ამაგიდას გადამოწმებულები ეხა ვინც არიან, იმათში არ უნდა წავიდეს არანაირად ჩვენი შეტევები, უნდა წავიდეს ჩვენ სამში და ჩვენ სამიდან მე 11-ზე ფიქრობ ყველაზე 11-ზე მაქვს ყველაზე შავი ღრუბლები თავზე, როგორც გიორგი კალდოზე იტყოდა, იმიტომ რომ თითქოს არაფრიდან ეცადა რაღაცა სწორი არგუმენტი ეთქვა და საბოლოოდ არ გამოვიდა ეგ რა. ვასახელებთ 11 ნომერსაც, 3 ნომერი ყავს დასახელებული. რა, 3 ნომერი რა, რატო დავასახელებ? იმიტომ რომ გაქანებული მაფიოზია. ხუმრობ დამასახელეობთ ხო და მაგიტო დავასახელებ. დასრულდა. 3 ნომერი სანამ დახურავს სტრესს, დასახელებლები არიან 11, 12, 2, 3. 3 ნომრის 21 წუთი იყოს დასახელებული, 5 ვასახელებ. ნახე, 11 ნომერი ხო მე არ მომწონს, თავიდანვე არ მომწონდა, დაგვიანებული ხელი გქონდა. მე მაგიტო გამიკვირდა შენ რომ შემოგიტე იქითო ძალიან გადააწითლე რა 12 მე მიპატიოსნება თუ 11 12-სა და 2 შორის რადგან გადამოწმებულები არ არიან განვიხილავთ ვინ შეიძლება იყოს ცუდი მსროლელი კარტი მე პირველ რიგში 11 მგონია და გამიკვირდა რომ ერთიან მეს არ გააკეთა და ამაზე აქცენტი არ გააკეთა და 2 წრია ორიანს ასახელებს რა ორიანზე მე თავს ვერ დავდებ არც ეგრე გადამით არ მიცავს ანანო ერთხელ თქვა რომ რადგან ამდენმა შეუტია უაზრო არგუმენტის გამო და ხმის ტემბრზე ტიპმა 9 კაცმა გამაშავა ჭალებში მაგიტომ შეიძლება პატიოსანი იყოს სხვა ჩემზე არ გადაფარებულა და 11-ზე კომენტარს არ აკეთებ თუ ჩვენ გადამოწმებულ შორის მე ვიცი რომ პატიოსანებად სადღაცა შოგუნი შეიძლება იყოს გაპაროთ შეიძლება შენ იყო არ ვიცი შეიძლება რა მაგრამ მაგამდე ჯერ ფიქრი ცოტა შორს არის 11 მგონია რომ ეხა უნდა გავიდეს რა ჩემი აზრით 8 მეტად რა თქმა უნდა 10-იანის ბოლო სიტყვა იყო არა მე ნახე 6-იანის დეტექტივობაში უფრო ჩამოვყალიბდი ასევე არგუმენტით 10-იანმა რო თქვა რომ გაიღვიძა და მანიშნაო რომ დასახელებლები არიან 11 12 2 3 5 11 ნომრის 33 აი, მოკლედ, მივყვებოდი მე-6 ნომრის დეტექტივობას, მივყვებოდი და მივყვები მე-8 ნომრის ექიმობას. ყველაფერში მივყვებოდი ჩემთვის პატიოსან მოქალაქეებს, რაც არ მომწონდა, ვამბობდი მე-12 ნომერზე מחარეს შეცვლებოდი გადაამოწმე, მეთქი უბრალოდ არ გადაამოწმე. მე-12 ნომერი იმეორებდა ყოველთვის იმას, რასაც სხვები ამბობდნენ და მაგიტო არ მომწონდა. უარგამოტოდ საერთოდ არ გიტევ, უბრალოდ არ მომწონდა როგორც თამაშობდი მე-12 ნომერზე ზიხარ და ირასაც ყველა ვიტყვეთ, მაგრამ იმეორებდი. ანას არ მომწონდა თავიდან და מחარეს ვანიშნე კიდევაც რომ გადაამოწმე, მეთქი და პატიოსანი რომ დამხვდა გამიმტკიცდა ეს რომ პატიოს ორიანს უსმენთ? ყველა მივყვებოდით ახლა იდეაში იმას, რა ქვია, 6 ნომრის დეტექტივობით თამაშობდა მაინც ყველა. ხო, მე ჩემთვის 12 ნომერი თამაშობდა დაბნეულად და მაგიტო არ მომწონს და მაგიტო მე იმაზე გიპასუხე რა, ეგრე მე ჩვენც მივყვებოდით 4-ზეც ყველა მოვწიეთ ხელი და 10-იანზეც ყველა მოვწიეთ ხელი რა. ეგ არგუმენტი ვერ იქნება ალბათ და 12-ზე რასაც იძახი, რავი 12 არ თამაშობდა შავად აქამდე საერთოდ რა. აი არ უცდია რომ რაღაცა მოეგონებინა და ისეთი ეთქვა. მე კიდე ასე ვფიქრობ, აი გუნდი ვის შეიძლება რომ იყოს რა. ნახე 11-12 გუნდი ხო არა, სიგიჟია ეს. 1-2-იანი გუნდი არ არის, 11-2-იანი გუნდი არ არის რა. ერთადერთი ანუ შეიძლება 1-11-ის არ არის გუნდი, მაგრამ ყველა ვარიანტში გუნდში 11 ყველაზე მეტად შავი მგონია რა. შენ გასაგებია რომ მიყვებოდი 6-იანის დეტექტივობას გავიგე, მაგრამ შეიძლება შენ მეორე კლანი ხარ და მაგიტომაც გაწყობდა 6-იანის დეტექტივობაში გაყოლა რა. ამიტომ მე ეხლა 11-ზე ავწევ ხელს რა. ესე ვფიქრობ. 12-1-2 გუნდში ვერანაირად 2-12-ია გუნდი თქვით აბა შენ. ხო ნახე, ანუ მეც მაგ გუნდებს ვაგებდი ეხლა რა და ანუ ხო იცი რომ ეხლა ამ მომენტში ყველაზე მეც ვფიქრობ, აი სადღაც გაქტიკაში გავდივარ ვფიქრებთ, ერთადერთი ვინც გუნდად შემეძლო და მეც ეხლა იყო 2-3. ანუ აი პირობითად რა, რომ აი თქვენ ხო არა, მაგრამ უფრო მეტი არგუმენტი მაქვს რატო შეიძლება არ იყოთ. ვიდრე რატო შეიძლება იყოთ რა, ანუ აი მაგას ვფიქრობ ვინცთან შეიძლება რომ წავაგო რა. ანუ მაგრამ აი შენ რადგან ერთი ნომერი წითლად გადამოწმდა, შენ წითელი ხარ, ანუ მომდენო წრე შენთვისაც ორიანის არის, ხო, წესით და რიგით, იმიტომ რომ გააჩნია ვინ მოკვდება, ერთ-ერთი წითელი მოკვდებით, მე მაინც დასახელებულები არიან 11 12 2 3 5 ამ თანმიმდევრობით. ხმის ვიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 11-ის ბოლოს სიტყვა?
პატიოსანი მოქალაქე ვიყავი გულწრფელად და თუ ჩემ დაგვიანებულ ხელზე ვისაუბრეთ, ჩვენ მე-10 ნომერზე საერთოდ არ გიწევია ლაში. და ანუ ჩემი ეს ახლა უნდა გავუშვათ მე-12 ნომერი და მე რო გავაიხად არც უნდათ კიდევაც რომ არაფერი არ შეიძლება საერთოდ უბრალოდ ერთ პატიოსანი მოქალაქე გამოგაკლდებათ და მომაყავთ მე-12 ნომერი, იმიტომ რომ მგონია რომ შავია. და იმედია რომ მოიგებთ პატიოსანი მოქალაქე მართლა გულწრფელ პატიოსანი ვიყავ. წარმატებები. დავამშვიდობოთ ერთ-ერთ ნომერს. ღამე. გამომაგდეს. როგორც ყოველთვის ისევ და ისევ. როგორც გავიგე ძალიან არეული თამაში ყოფილა, მაგრამ რაც თავია, გიგი შავია და იმედი ხა გამოვშვებოდ, მაგრამ მგონი მაინც აზრი არ აქვს და შეგვინდა იაკუძა მოიგებს, მაგრამ მგონია რომ საყურებლად საინტერესო თამაში გამოვა. და გილოცავთ ახალ წელს. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებს მაფია. და ირჩევს ხერხს. დონი მიდასტურებს. ვებშვიდობები. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. ვებშვიდობები. იღვიძებს დეტექტივი. მიიღო პასუხი და იღვიძებს ექიმი. ვებშვიდობები. გათენდა. თამაშს ტოვებს ნომერი 8. ოკეი. ლოგიკური იყო, რომ ამდენი ხანი თავის სახილო აღარ მექნებოდა. იმის წინაზე დავიხილე ჩემი თავი. იმის წინაზე დეტექტივი და ეხლა ერთ-ერთი წითელი დავიხილე თქვენგან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამის წინაზე დავიხილე ჩემი თავი. გამივიდა დრო მოიცადეთ ერთ წამი რაღაცა უნდა ვთქვა. ეხლა მე მესროლა ან 2-ანმა, ან 12-ანმა. თუ ჩვენ ვეძებთ მესამე მაფიას და დავუშვათ 11 არ იყო, მგონია რომ 2-ანი არ უნდა ყოფილიყო 4-ანთან ერთად. იმიტომ რომ თავიდანვე უტევდა. თან ამ მაგალითად ეხლა მე რო რჩებოდე 2-ანსა და 12-ს შორის გავიგდები ალბათ უფრო 12-ს. თუმცა სადღაც 70-30-ზე. რომელიმე ამ ორიდან უნდა გავიდეს მე ლოგიკას მაინც ვერ შემოვიტანთ ახალს და ძალიან რთულად კი წავიდა და აბა თქვენ გისურვებთ წარმატებას. მე სულ გეტყვით. ძალიან რთულად წავიდა. 11 მომკლეს, მაგრამ 3 გადამოწმებული წითელი რადგან არის თანმიმდევრულად ეხლა მსროლელებს გააგდებენ. და არ ვიცი რა გითხრათ, იმედია მოვიგებთ. თამაშს ტოვებს ნომერი 1. მოიცა, გატყდება ეხა? არ გაიყოფა? თუ გაიყოფა? მოიცა, რამდენია? 4 კაცია დარჩენილი. 5-ას 2 ფოლია. 2-2 რანაირად? უნდა გაგვეყვანა 2 რა. უნდა გაგვეყვანა. მაგრამ აი არგუმენტები არ მქონდა საერთოდ. არ მქონდა არგუმენტი. ერთადერთი არგუმენტი მქონდა რომ 0 ტიპმა გადამიარა რა და გიგი კიდე აი ვინზე აწიო ხელი, ვიზი აწიო ხელი და გავიდა კაცი ბოლომდე. აუ გაი რა. დავჭოვეთ აქედან. პას. დავშტევთ ერთ-ერთს.
იქნება რომ იყო ძალიან ცუდად, აი ისე ცუდად იყო ჩემი ქორო საწყალი 40 გრადუსის სისხლი, ხა კიდე ამბობს რომ 38-ია, მაგრამ დილით რო დაურეკე, ჯერ ერთი 5 საათზეა იყო შუა დღეს. და ძალიან დიდი შანსი იყო რომ მართლა ვერ შევკრებილიყავით, იქით ხალხი მიდის, ფრენები ოქთ ისაც და ეს გადაცემა რო ჩაიწერა ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ აი მინიმალური შანსი იყო და მაინც ყველა მოახერხა მოსვლა და უბედნიერესი ვარ, თან კაი ხანი გაგრძელდა თამაში, ასე რომ იმედია რომ კარგადაც დასრულდება ისე რომ მაყურებელი იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ ახალი წელია და ხალხი უნდა იყოს ბედნიერი, თავი ეგარი. წრეს გახსნის ნომერი 12. მე ერთი კი ანუ კითხვა მოგთქვეთ რა შეიძლება აქ მხოლოდ იყოს დარჩენილი ორი ან ერთი იაკუძა რომელიც ეგ ერთი ხო არის ანუ რაღაც დარჩენილი ვინ შეიძლება מחარა ვერ გადაემოწმებინა არის ხო მაგის შანსი რომ מחარა რომ გადაამოწმო შეიძლება მაგალითად თქვენ ორიდანაც ყოფილიყო ვიღაცა undercover-ი მაგალითად ერთი არის ვარიანტი ანუ ხო მე არ ვარ გადამოწმებული და არ არის ქორო გადამოწმებული მაგრამ ასევე ესე მგონია კიდე ერთი თქვენგანი არა რომელიღაცა და თუ თემაა გასასვლელი თუ გინდა მაგრამ მე და ქორო ანუ არა მე და ქორო გავიდეთ იმას ვქნათ არ ვიცი რას ნიშნავს ეგ და ვასახელებ ორიანს ხო აკცამი გაქვთ ასე ხო რა ორიანს უსმენთ რა თქმა უნდა ვასახელებ 12-ს მაგრამ რა ხდება და რა გავკოპალ შენ ფოლს ვიღებ შეიძლება მაფიოზი გასული იყოს ყველა აი გიგი შავი ხარ შენ ისედაც ხო იცი ახლა მახარამ ორივე გადაგამოწვათ თქვენ ხო წითლად და მახარას ის იყო ჰიტა მახარას ექიმი მე სამ ფოლს ვიღებ აქ შოგუნი არზის შავი და იაკუზა შოგუნი არა მაგას გეუბნებოდა რომ აქ შოგუნი ხო და მაგას ვერ ხვდებით ხო ანუ ორივე წითლად თუ ხართ გადამოწმებული მაშინ გამოდის რომ მახარა არ იყო ნამდვილი დეტექტივი გაიგე ორივე წითლად თუ ხართ გადამოწმებული, ანუ მახარა არ იყო ნამდვილი დეტექტივი. მიხვდი? დასრულდა. სამიანს უსმენთ? აი მოდი ახლა ჩვენ ესენი არ დავასახელოთ. მე ამას დავასახელებინე ერთიანი, ამან ორიანი, ამან დავასახელოთ თორვე. ახლა ჩვენ არავის არ დავასახელებ, დაღამდეს და თუ ერთმანეთს არ ისროიან, წააგებენ. ანუ რომელიღაც ხო უნდა ისროლონ ერთმანეთს რა. ვაფშე ხარ იცი რა ვქნათ? შენ და 12 მაწეთ ორიანზე, მე და ორიანი ავწეთ 12-ზე. თუ რომელიღაცა ხელს ჩატეხავს, ავტომატურად წააგებს იმის გუნდი რა. და ღამით მოკლან ერთმანეთი. და ეხლა უყუროთ ერთმანეთმა, თუ რომელიღაცა ჩვენზე გაისვრის, ის წააგებს. იმიტომ რომ აუცილებლად მეორე ესვრის მაგას რა. მე შენ არ გასახელებ, შენ მე არ მასახელებ და მე და ეს წევთ 12-ზე, შენ და 12 წევთ ორიანზე. თუ ეგენი არ გამოყვებიან, ანუ ნახე, ან მაშინ 8 ნომერი იყო მსროლელი კარტი. ანუ ხო სიგიჟე არის. თუ 8 ნომერი მსროლელი კარტი იყო და მაშინ ერთი კილი მოხდება და არა ორი კილი მაშინ გამოდის რომ ამ ორში ერთი შავი არის, რაც სიგიჟე არის, მაგრამ თუ ეგეთი ვერსიაც არსებობს, ერთი მკვლელობა მოხდება და სამ კაცში იმას გავიყვანთ. მე მგონი ანუ ყველაზე კაი შანსი ესაა, ეს მგონია რა. მე შენ არ გასახებ, შენ მე არ მასახა. შოგუნი თუზის ახლა და ჯიტო გვეკაიფება რავი ახლა. სანამ 5 ნომერი დახურავს წრეს, დასახელებულებია არ გეკაიფებით მე არასდროს. 2 12. ამ თანმიმდევრობით. მე აღარ ჩავხდოთ თამაში. 5 ნომერი დახურავს წრეს. წინა წრეზე წავაგეთ თამაში. 11 რო გავიყვან. ბიჭო, ახალი წელი მოდის ბიჭო. ყველას მაინც სიკეთი ხო იცი ყველაფერი გვთავდება კეთილად. ნახე მე ერთი იდეა მაქვს კიდე. რა იდეა მაქვს იცი ახლა მე რო ავდგე. ეხლა просто და კარი გავაღო და გავიდე. ხო დაღამდება. ამას ხომ რაღაცა ქნან რა. არჩ 12 და 1 უნდა ადგის. მაგიდან. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ გადამოწმებული წითლები ვართ. ოღონდ ეხლა ნახე. ერთი წითელი ერთი დებს ხელს, მეორე წითელი მეორეში რა. თქვენ ბატონო ორი ნომერი თქვენ უნდა ჩადოთ უეჭველი 12-ში. მე და ორი ნომერი კაი, მე და 12 ნომერი ჩავდებთ 2-ში. 3 და 2 ჩადებენ 12-ში. მე და თქვენ ხელსდებთ ნომერ 2-ში. კაი, მე ხმები რომ გაიყოფა ისევ იგივეს ვაკეთებთ მე და თქვენ 2-ში და მე ვწევთ ორივეს გასვლაზე. თუ წითლები ხართ, რა თქმა უნდა.
2-12 დასახელებული კანდიდატურები 2 ნომრის 30 წამი მომწონს მე კოპალ რაც ილაპარაკებ მე ვწევ ხელს 12-ზე მე და ლაშა კი ბატონო პას 12 ხო მე 2-ზე ვწევ რა ეგა და მაშინ ერთი პროსტა მე მაინტერესებს ანუ 2 რო გავიდე ეხა 2 მე ერთად რო გავიდეთ და იაკუძა რო დარჩეს არა ანუ 2 რო გავიდეს და იაკუძა და მაფი მოქალაქე დარჩება ვინ არის ვინ იგებს პატიოსნები იგებენ მაშინ თუ ეგრე მოხდა ერთ-ერთზე თუ დარჩა ბაზარი მოქალაქე და ის თუ დარჩა მაშინ კაი 5 წამი ხო ეგრეა ხო დასვით ავიტომ მიყვარს იაკუძას ფორმატი დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხები არ ვიცი დაყურებელს მიმართა 20000-ის ბედი წყდება შეგიძლია შენ თავზეც აწიო გიგი 2-2 აბა ყურადღებით იყავი დაგვიანებულ ხელს არ ჩავთვლი და დავაკაკუნებ დასახელებულები არიან 2-12 ამ თანმიმდევრობით ვინ ფიქრობს რომ ნომერმა 2-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით დამთავრდა და 2 ხმა გადავიდა 12-ზე გაიყო ხმები და ახრიდან ვილაპარაკებთ 2 ნომრის 30 წამი დამიხარდა რომ ხელი არავინ არ ჩატეხა რა ახალ წელს გილოცავთ კიდევ ერთხელ სულ ყველას გისურვებთ რომ სიბნელე წასულიყოს და სინათლე შემოსულიყოს თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი ცუდი წაიღოს 2025 წელს და 2026 ისე დასრულებულიყოს როგორც რაღაცები სრულდება დღეს აქ გილოცავთ ახალ წელს მეგობრებო, იმიტომ რომ ეხლა მე ავწევ ხელს ორიანზე და მრავალს დაესწარი ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხოვი ბარაკა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. გასულეთ? მე ჯერ ასეთი თამაში არ მინახავს. დაალაიქეთ, უეჭველი დაალაიქეთ. დასახელებულები არიან 2-12. ვინ ფიქრობს რომ ნომერმა 2-მა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა? 2 ხმა გადავიდა. შემოდის ახლა ახალი შეკითხვა და თუ 3 ხმა დაგროვდა, მაშინ ორივე მოთამაშე დატოვებს თამაშს. ვინ ფიქრობს რომ არა გსურთ თუ არა რომ ორივე მოთამაშემ დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ახალი წელია. მე ეხლა ვიჩო მაინც ვარდები და აზრია რა კიდო აი მახარას უშევ იარდას რატომ ვიჩო შენ დაიკიდე მე რას ხტენი ხორიარის გადამოწმებაზე უშევ მახარას და შენ მეუბნები 7 წრაში გადამოწმეო და მე შემეცი და გადაგამოწმე შენ გავდრო იმასთან უშევ შეჩემა და მორჩენი ლეკდება მაგრამ ეს ჯობა ორივე წარი ო ამდო ქორონდა შოგუნი ოჩა ქორონ ნამდვილი გული ხარო რამდენი გული გაისპა ეხლა რა ვიცოდე აი მე ვასება რა მოქალაქისავი თამაში აუ ეხლა ვიტირებ მეგობრებო ოღონდ მართლა ვიტირებ ქორონ ახალი წელი მიულოცა პატიოსან მოქალაქეებს და აი მეგობრებო მეკოლი ვიმსახურებ მეგობრებო 7000 ლარს მე არავითარი აღარ 7000 ლარი ჩარიცხი მეგობრებო ეს არის ნახეთ მაფიის ალბათ 10000 ხელი მაქვს ნათამაშები ალბათ ყველა ანუ ძალიან ბევრი იაკუძას ხელი მაქვს ნათამაშები ნანახი და ეს მხოლოდ ქართულ YouTube-ში ხდება
ეს დაიმახსოვრეთ. ეს არის ქართული YouTube-ის All-Star-ი. ესეთი რაღაც არც ერთ ტურნირზე არ მოხდება. შავი იყავი შეჩე. პირველ ნომერს უსმენ. კაი, მე რო გავედი, ერთი რაც თქვი არის, რომ ძალიან მინდა რომ მაყურებელი იყოს ბედნიერი და მაყურებელი ყოველთვის არის ბედნიერი, როდესაც ძირითადად კარგად მთავრდება ხოლმე პატიოსნების სასარგებლო. ხა ამ ხელა უმრავლესობა რო იგებს, მართლა ჩვენი გრინჩი ვიტკიზი ხარ, მაგრამ ჩემი აზრით თოვლის პაპა იყავი და ბაბუა ჰიტასთვის, აი ძალიან კაი ბიჭი იყავი და გმირი იყავი ამ თამაშის ჩემი აზრით MVP ქორო და იმედი მაქვს რომ აპლიკაციაშიც ქორო შეერიცხება კუთვნილი 500 ლარი ძალიან გთხოვთ ამ თამაშიდან ქორო უნდა გახდეს MVP აუცილებლად და ჩვენ მე და ქორომ მე 6-ზე წაკებული თამაში ვიწეიმეთ მე ბოლოში დავუშვეს ბიჭო, გილოცავთ პატიოსნებს გამარჯვებას რა. დამსახურებული გამარჯვება იყო. მახარას ულოცავ, რომ კარგი დეტექტივი მეხუთე თამაშის მერე აბსოლუტურად შეტრიალდა და 100% სხვა დეტექტივი იყო და ნამდვილად ბრავო. ასევე გიგისაც ბრავო, იმიტომ რომ მართლა არ ვფიქრობდით არავინ გიგიზე მთელი თამაში. ნინიკომ სწორი რაღაც უთხრა, აი დავნეულად მიიპარებიო. მე არ მივიპარებოდი დავნეულად, მაგრამ გიგი მიიპარებოდა რა. ანანო რო გამიგდეთ, მან ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ქონდა. ანანო რო გავარდა, ჩემთვის არაფერს მნიშვნელობა აღარ ქონდა და ამიტომ დამსახურებულად მოიგეს პატიოსნებმა და აბა მრავალს დავესწროთ კიდე ყველა რა. ისე მაყურებლის გადმოსახედიდან და ისე ანუ არასწორი არის ჩემი ქმედება მაინც, იმიტომ რომ მე ჩემი როლისთვის კარგი უნდა მინდოდეს იდეაში და ამიტომ ვერ ვიტყოდი რომ ხო რა ვერ ვიტყოდი 6-დან 6 თამაში წავაგეთ და იმედია ჯითუჯი მიხვდება All-Star-ში აწევ ვინ უნდა მოიწვიოს. ისევ ბოლო ადგილზე გავედი და ჩემო გულშევატკივრებოთ. სამივე მიყვარხართ. მახარ ბოდიში ძმაო, მაგრამ ამ კაცმა იმდენ ადამიანს გაუთბო გული, რომ ჩემი აზრით ცელსუსმა ეხა ამ ადამიანის სახლი უნდა გაათბოს რა და სიცხეს რო არ ქონდეთ. ქორო, რესპექტი ძმაო, მე ვიცი რომ ეს შენ გააზრებულად აწიე ხელი. გააზრებულად აწიე ხელი. ნინიკოში შევწდით მაპატიე, მაგრამ 15 ნომერი მე მართლა პატიოსანი მეგონა საღოლ ძმაო, იმინა მართლა პატიოსანი მეგონა რა. ძალიან ისეთი თამაში გამოვიდა. მახარა ძალიან მაგარი დეტექტივი იყო სხვათა შორის, და მართლა ისეთი რა მყარი დეტექტივი იყო საბოლოო ჯამში, მაგრამ კალასაც არ ქონდა ცუდი გადამოწვა, როლს დაასვა იმენა. რაღაცებში უბრალოდ შავ კარტებს არ გაუმართლათ. გამიხარდა რომ პატიოსნებმა მოვიგეთ რა. ოზი წითელი იყო, იცი? ოზი რო წითელი იყო. იცი მეხუთე ეპიზოდის მერე აღარ მიგვირს მაგრამ. ხო, ბოდიში ოზისთანაც და 9-იან ნომერთან უბრალოდ ისე უაზროდ შემომიტიეს, რომ მე ვერ დავიჯერებ, როცა თქვენ წითელი კარტები ხართ და ეგეთ შეცდომები მოგდით მაპატიეთ რა. ნახე, ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ანუ თქვენ მაფასებთ ჯერ მე და მერე გაფასებთ მე თქვენ, ეს გაითვალისწინეთ. მაყურებელი ხედავს. გილოცავთ პატიოსნებს, მეც ახალი წელი ეგეთ წარმომიდგენია პატიოსნებმა უნდა მოგეს, უბრალოდ დამსახურება უნდა და ყველაფერს იაკუძას დახმარება რო დაგჭირდება, ეგ ხა არ არის თვალ ისეთი მოგება ჩემი აზრით. ბოდიში მე გითხარით მართლა ღამით რა ვის მოკლავდით? ჩესნად. შენ ვის მოკლავდი ღამით? მე ვეხოცებოდი. ამას არ მოკლავდი? ოდა რა გინდა? ჯონდა. ძალიან თქო ხელებს ნუ გავურტყავთ ერთმანეთს, რომ გული მერევა თქვენზე. ძალიან გამიხარდა დეტექტივი რო გაიხსნა და ჭუჭუ რომ იქნია სახესთან, აი ძალიან ბედნიერი ვიყავი. ექიმა და დეტექტივი აი ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეხლა რო გიყურებდი ესე. მახარ წინაზე არ გამოვიდა. მოიცა გიგი შენც აწიე ბოლოს შენ თავზე ხელი თუ ორივეს გას. აბა გიგის ბადულობები გიგის მიმართ რატო არ იყო? არა, ქორომაცია. დაგმერებული ხელი აიწლებაო და. რა, ვისი აქვს? შენ თავზე. სოსომ წააგო, ის და აი, მახარას პირველად მოგივიდა დეტექტივი მართლა, ხო? ხო და ესე დაალაგდა და მე მინდა რომ მიულოცო მახარას უკვე ნამდვილი დეტექტივობა და მიულოცო ქალაქს გამარჯვება. სასიამოვნო თამაში იყო თქო, ჩემი მხრიდან მოვიტყუები.
გამარჯობათ, ძალიან ბედნიერი ვარ. ესეთ ბედნიერი ბოლოს ვიყავი ერთ კუნძულზე. ისე ესეთ ბედნიერი არ ყოფილვარ. მე და შენ პირველად ვიყავით ერთ გუნდში. თელი მაფიის არსებობის ისტორიაში რო იცოდე. მე მგონი. კაი, მართლა ძალიან კაი თამაში იყო რა. ოღონდ აი ოზი რო დაიწყებს ლაპარაკი. არ ვიცი, ანუ ყველაფერს როგორც კი რაღაც ის, აი მართლა ცუდი რამე ხო არ ხდება. აი მართლა რთული თამაში იყო რა, იმიტომ რომ არაფერი არ იყო, ბოლო 4 კაცი რომ მეორე კილი გაკეთდა, აი აქ ცოტა სისველი არის ქვევით რა. მადლობა, თქვენ რო არა მოქალაქეები ვერ მოიგებდნენ ალბათ და ყველა ფილმი ეგრე უნდა მთავრდებოდეს, როგორც გითხარით. მახარა იდეალური დეტექტივი იყო. და აი რა შენ ვარ გახსნილიყავი ექიმად ჩემი აზრით შენ გაძვრებოდი ძალიან იმიტომ რომ მაგარი წითელი მეგონე რა შო მეტი არ ვიცი რა გითხრათ ძალიან კაი თამაში იყო ახალ წელს გილოცავთ იმედია რომ თქვენ სპურაზე ბევრი გოზინაყია და ისე მიყურებთ ეხლა და თან ტყვილად ჭამთ რა მე მინდა თელ საქართველოს მშვიდობიანი ახალი წელი გისურვოთ მინდა რომ მზად იყოთ 2026 წლისთვის, იმიტომ რომ იმაზე ბევრად ცუდი იქნება, ვიდრე 2025 იყო. ეს დღეები გადავატაროთ სიმხერულში, სიბედნიერში და მერე დავიწყოთ რთული 2026 წელი, რა, რომელიც შეიძლება დაიძაფროთ და რაღაცა, მაგრამ ესე ჯობია რომ თავიდანვე შევეჩვოთ. რაც შეეხება, მე მგონია რომ კალას დაიბრახუნა რომ მე ვარო ისო დეტექტივიო და მე რო აქედან თქვი ვარ მეთქი ალბათ ეშინა მიწა გასკდომა და მეც ეგრე ვიყავი ძალიან ცუდია საუკეთესო ძალიან ცუდია შენი საუკეთესო ძმაკაცი რო გიყურებს და გეუბნება რომ დეტექტივი მე ვარ აი არ მაგრამ მე პატარა ძმა თავისით პროჩიტი გამოსდო გაიყოლა და ის ბოლოსკენ უკვე მივყვებოდით ეს იყო პატიოსანი მოქალაქეების და რა თქმა უნდა დეტექტივის კარგი თამაში ეს ყველაფერი რომ მოვიგეთ ანუ ერთმანეთს ჩახოცეს მართლა შავი მომბალის კულარი იყო ის იმას ყავდა აზრი არ ქონდა როცა შოუ დაიდგა რომ ვითომ კაი ხალხი გამოვიდა და მე მინდა ამ თამაში დავაფასო ადამიანი რომელთანაც ნელ-ნელა ხვდები რომ აი შევხედოთ თუ არა გულწრფელად ეს არის ჰიტა რა ჰიტა ჩემთვის გახდა ძალიან მარტივად გამოცნობადი ადამიანი რა. ტიპი ამას რო არ ვიტყუებიო, ანუ გარჩე. ანუ რო ეკითხებიო, მაფია ხარ, კიო. მაფია ხუმაცის მაგაზე. არ ვიცი, გიგი არ მეგონა, მაგრამ ბოლოში მისაქნა რა. ლაშა მე თავიდან ცუდი კარტი მეგონა, სანამ ღრიალი წივილი არ დაიწყო, მანდ ჩაქიმული აქ ამას თქვა და მე ცოტა ღრიალი წივილი ვსო მე. ველოდებოდი ანანოს ყვირილს კიდე, იცის ხომ აი, რო ეცემა რა, არ ეცემა, თორე წაი დაცემის დროს უკვე ხვდებიან ანანო გავარდეს, მაგ დროს ეხა რაღაცას გაიყვირებს ხოლმე და ესე იგი მაგდროს რა გაიგე. დააჩებია ოზი, შენ ხარ საუკეთესო მოთამაშე, ბიჭო. მე ძალიან მომეწონა დღევანდელი თამაში. ბოლოში კი ჩაიძაბა და ბევრი რაღაცის გამო ისე მოვიგეთ რომ თითქოს არ უნდა მოგვიგო, მაგრამ მაგალითად 3-იანი ან 5-იანიც რომ გაიგდოთ, დიდი ალბათობით მაინც ერთმანეთი უნდა მოიკლათ და შეიძლება მაინც მოგვიგო. ამიტომ ესე იყოს. კალას არ გავუმართლა იმაში რომ მაინც და მაინც ექიმი აღმოჩნდი, თორე ვერ გავიმართლებდი ესე რაღაცნაირად თავს და გავარდებოდი დიდი ალბათობით, იმიტომ რომ მეორე გადამოწმება წითელი იყო. მე ავეჭველი დაუჯერებდით კალას. უკანასალტო. აცადი ცოტა ზაგახტა თავზე შეჭირო. ეს მე დახტუნავდი მაგას. ხო, მე ის თამაშს გამოყოფდი ძალიან. ანუ მახარა მართლა აღსანიშნავი იყო, ტოპ მახარა. გამომყავი პროსტა მახარა ბასტო ყოველთვის შესანიშნავია და კი, ბასტო ორითაც ზიარდა. ქორო მე ვიტყოდი შავი მართლა. ქოროს და ანანოს დაუწერეთ ძალიან ბევრი გული, იმიტომ რომ მართლა 6-ვე თამაში წააგეს და ცოდოები არიან. ანანოს და ქოროს ბევრი გულებს რომ დაუწერთ, ასევე დაუწერეთ ოზისაც, იმიტომ რომ ოზი დემონსტრაციულად წავიდა, შემდეგ მოვიდა და ეს სეზონი მოიგო და მაინც უკმაყოფილოა და რაღაცა თან იმიტოა უკმაყოფილო რომ ეშინია რომ ცუდ კომენტარებს დაუწერენ, იმიტომ რომ არ სიამოვნებს, განსაკუთრებულად სენსიტიურად იღებს. და კამერას უთხარი რომ გულები დაგიწერონ და უფრო დაგიწერენ. ვიდი ხო. ვერიტეს რა გასკდი. როგორ
როგორც იტამ თქვა გულები დავწეროთ თუ შეიძლება მეგობრებო. გულები დამიწერეთ თუ არა? მე დამიწერეთ რა. კაროჩე რაღაც უნდა მეთქვა. ქორო და მე მაგრამ მინდოდა რომ მოიგო იქ რაღაცა კანონს ზომიერად დამიწამო გვალე და რაღაც ვიზახდი მეთქი ორივეს ყოველ 0 მოგება აქვს მეთქა ეხა ერთნაირი კარტი მოვეთ მოეჭველი მოიგე მეთქო და ჩემმა ძმამ მომაგებინა თამაში ჩემი ძმა ხარ ქორო. იმეპით ვასახელებ გიორგი ქორიძეს იმიტომ რომ ტიპმა პატიოსანი მოქალაქის კარტიც არ ქონდა ისე მოიგო პატიოსანი მოქალაქით ეს არავის არ გაუკეთებია და ჰიტა ამას რომ არასდროს აღარ გაიხსნა სრულ თუ იქნება იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გააკეთე ნამდვილად ექიმი რო იყავი რომ ამას ვერ ითამაშე უცებ აბა ექიმი რო ვერ ხოდა ის მახარა იგიდან სალტოებს აკეთებს რა ეკოცნავები ერთმანეთს და ის ცდილობს რომ დაგვაჯეროს რომ ნამდვილი დეტექტივია და მე აქედან სიამის ტყუპი გამოვიდა და ექიმი მე ვარ და აქ ჩვენ დავიძაბეთ ლაშა კოპალ ოზი ჩვენ ოთხეული ყოინც პატიოსნები ვიყავით და ერთმანეთისკენ უშევდით პროსტა ჩემი მეგადა ანუ ერთმანეთისკენ კოპალამ დაიწყო რომ გაგაწითლა არ შეიძლება ნუ ლოანტრეზე გაწითლება მეგობრებო ო მე შავი იყო ოზიზეო თქვი წითელიაო ხო ლუკამ ბოდიში კიდე ერთ რაღაცა ლუკა იყო ჩემი ძმაკაცი ამდენი ხნის განმავლობაში იმ დღეს რესტორანში ვიყავი და მეთქი მოდი მოვიგოთ შემდეგი თამაში თქო და ლუკამ მომკლა რო იცით ისე არ ვიყავით ერთ გუნდში რა მექნა რავი ეს იყო შენ გუნდში რატო არ ეს როლე ეს არ იყო ეგეთი წითელი დიდი მადლობა კარგი თამაში გამოვიდა მაინც საბოლოოდ დაძაბული მე 4-იანს გადავეფარებოდი რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან შავი იყო და ქვაფში ეგდო უკვე და იხარშებოდა მე ჩავედი ამ ქვაფში ჩავყევი და ეს დამიჭირა ჩამიყოლა მაგრამ არა უშავს უნდა გავხსნილიყავი მაგრამ რა თქმა უნდა მაგაში ქულები დამეწერება მე ხო რომ იცოდა ისედაც რომ აგებდა და თან განწევდი ვითომ კაი ბიჭი ხარ მაგრამ ღირსი იყავი რომ გადაგდე ყველაფერი ესე გაახმოჩნდა მე გადავდე გაციება და ღირსი იყო გილოცავთ პატიოსან მოქალაქეებს გამარჯვებას გქონია რომ საყურებლად კაი თამაში იყო ბასტო მითხრა რომ საერთოდ ხმა არ მოიღო და არ ილაპარაკო და არა მე ვუთხრა რატო არ გაიმართლეთ თავი იქო გამოვიდა მეთქი რატო არ გაიმართლეთ თავი კაი ხო და მგონია რომ მაყურებლისთვის ძალიან კარგი თამაში იქნება საყურებლო და ძალიან ისიამოვნებთ და რავი ახალ წელს გილოცავთ პირველ რიგში დავიწყე ბოდიში კალატოზებთან ესე ხელი თქვენში რომ გავს არა ეს ხელი აუწიე რაღაცა მე უხერხულა მაგრამ ესე იყო მეორე რიგში არ გილოცავთ მოქალაქეებს ძალიან რაღაცა არ გილოცავთ ეს სოსოს სახელებს ავურულებ მაცადეთ თუ შეიძლება და არა ძალიან ანუ შენზე ვერც მივხვდი რომ რა ანუ ბოლო იმ მე სხვა კამერა მაფიქსირებს და გათხოვებს ეს გიგისა და ეს სოსო ეხა გიგის სახელით ვიტყვი მოგეს მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს და ჯით მიდი 7000 ლარი გამოუშვი შემოგევლე შენ მადლობა მეგობრებო, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით, საუკეთესოს გისურვებთ და ეხა დაველოდოთ ქულების დაწერას და გამარჯვების გამოვლენას. გილოცავთ კიდევ და ეს იყო ნამდვილი ბოლო საახალწლო ეპიზოდი, რაღაცა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ეპიზოდი. ქოროს გულები უნდა გაუსწამოთ აუცილებლად. და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რომ უფრო მეტად შოუს ვაკეთებთ ვიდრე სპორტული. კი, All-Star-ი არის სპორტული ტაქტიკების, ქულების, შეფასებების, სწორისულების მიხედვით გაკეთებული პროექტი, თუმცა მაინც არ დაგავიწყდით რომ ჩვენ ვართ იუთუბერები და ვაკეთებთ შოუს და გაყვარებთ ამ შესანიშნავ პროექტს, რომელსაც მაფია ქვია.
ამ თამაში ბევრი ასპექტი იყო, ასევე დიდი ინტრიგა არის, ვინ გაიმარჯვებს, ვინ წაიღებს წილს 20,000 ლარიდან. ასევე Celsius-ის რჩეული მიიღებს პრემიალური ხარისხის გათბობის ქვაბს და ამას ბოლოში გავიგებთ ქულების დაჯამების დროს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვატარებთ სპორტულ ტურნირს, თბილისის თასი ჩავატარეთ, რომლის ნახევარფინალებიც დასრულდა და ფინალის ღა არის ჩასატარებელი და შემდეგ შაბათს დაიდება, ყურადღებით იყავით G2G-ის არხზე და აუცილებლად უყურეთ. აი, იქ იქნება სრულიად სპორტული მხარე. იქ არ იქნება ასეთი სიცილები, ღადაობები და ასე შემდეგ. იქნება მაქსიმალურად აქცენტირებული სპორტული თამაში. იმედია მომავალში ოდესმე მაფია იქცევა სპორტად. ამისთვის კი თქვენი მხარდაჭერა არის ლაიქებით და გამოწერებით. რისი თქმა მინდა, ამ თამაში საკმაოდ ემოციური გახსნები იყო ექიმის და დეტექტივის. სპორტულ ტურნირებში ნაკლებად ნახავთ. შესაბამისად, ვნახოთ როგორ გადანაწილდა ქულები. დარწმუნებული ვარ, ქოლოს აწეული ხელი ძალიან ბევრ ედიტში დაიკლიპება. ასე რომ რესპექტ ამ შოუსთვის. კალა 6 ქულა, რომელიც პირველი გახსნილი დეტექტივი იყო და მისი ვერსია საერთოდ არ ითამაშა ქალაქმა და პირველი ადამიანი იყო, რომელიც მოიხსნა. საერთოდ არ განიხილებოდა, რომ 6 ნომერი იყო შავი. შემდეგი მოდის ქორო, რომელიც აგროვებს 7 ქულას. იდეაში მისი აწეული ხელით წააგეს იაკუძებმაც და შავებმაც. თუმცა თუ დაღამდებოდა, დიდი ალბათობით მაინც პატიოსნები მოიგებდნენ, იმიტომ რომ 12 ერთს მოკლავდა და 1 12-ს. თუმცა რაღაც შანსი არსებობდა, რომ ერთ-ერთს პატიოსანი მოეკლა. კნოს საკმაოდ კარგი გადახსნა ჰქონდა ექიმიდან. ის აგროვებს 8 ქულას. ანანო შოგუნით საკმაოდ კარგი შენიღბული პატიოსანი იყო, რომელიც გადამოწვდა. რაღაც დონეზე ითხოვდა გადამოწვევას. ასევე კარგად თვლიდა მაგიდას. თუმცა ის აგროვებს 9 ქულას. გიგი ბოლო შავი მოთამაშე იყო, რომელიც აგროვებს 10 ქულას. გაითვალისწინეთ, რომ ამ თამაში შავ მოთამაშეებს ჰქონდათ ძალიან ცუდი სროლები. 7 ნომერი და 9 ნომერი, როდესაც ორივე 3 ნომერს უტევს, არც ერთი კვდება და არც მეორე. სროლები მიდის უფრო მეტად ექიმში და დეტექტივში, რომ უეჭველი გაიყვანონ ისინი. შემდეგი მოდის ნინიკო, რომელმაც კრიტიკულ მომენტში დატოვა თამაში. ასევე არ ქონია სიტყვები და ის აგროვებს 11 ქულას. ჩათვალეთ, რომ ნინიკოს გასვლის შემდეგ თითქმის წააგეს პატიოსნებმა. ბასტოს ამ თამაში არ ქონია რაღაც განსაკუთრებული მაგარისვლები, თუმცა ბოლოში დაიტოვა 12-1-ში შავი. ასევე ძალიან გაუკვირდა 3 ნომრის წითელი ფერი. როდესაც ხარ პატიოსანი, რაღაც დონეზე შეიძლება დაფიქრდე მოწინააღმდეგის ფერზე. ეს შეიძლება იყოს შავი ან არ იყოს. რაღაც განიხილო, რომ რაღაც დონეზე არის წითელი. შესაბამისად, ბასტო აგროვებს 13 ქულას. შემდეგი მონაწილე არის ოზი, რომელიც ცალსახად ჩამოყალიბდა სწორ დეტექტივში და სწორ ექიმში. თუმცა ოზის ჰქონდა ასევე მინუსვლები. ნულოვანი წრე მისი იყო საკმაოდ ცუდი. ფაქტიურად მან გააღვივა 3 ნომერზე შეტევა. 5 ნომერს მთლიანი წუთი დაახარჯა იმის ახსნაში, რომ 4-იანი ეწითლებოდა და 3 ნომერს ხელი გადაუსვა. რაც შემდეგ 9 ნომერმა გაიმეორა, რომ 3, 5 ერთად იაკუძა და შოგუნი არიან, ან ერთად შავები არიან. რაც საკმაოდ ცუდი იყო. ამისთვის მას აკლდება ქულები და ჯამში 14 ქულას აგროვებს. როდესაც თამაშს ტოვებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო სიტყვა. ოზის არ ქონია ძლიერი ბოლო სიტყვა. კი, მან ცალსახად დაიტოვა, რომ დეტექტივი ეგონა მახარა და ექიმი ჰიტა. მესამე შავი, ან იაკუძა ვისში იყო, არანაირი მითითება არ დაუტოვებია, რაც საკმაოდ ცუდი არის. აქედან გამომდინარეობს 14 ქულა. ეს ფიქრობ არის მაქსიმალურად ნაკლები ქულა, რაც შეიძლება ოზის დაეწეროს. ისედაც, დიდხანს არ დასცალდა თამაში, პირველი მოკვდა და ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ქულა არის. შემდეგი მოთამაშე არის ჰიტა, რომელსაც ძალიან ემოციური გახსნა ჰქონდა. ერთადერთს ვიტყვი, რომ როდესაც ჰიტა არის გადამოწვეული შავი, ის არ კითხულობს, ვინ არის ექიმი. ანუ მაგ შემთხვევაში არავინ არ გაიხსნება ექიმად და ის იხსნება ექიმად, რა თქმა უნდა, პირდაპირ. თუმცა საკმაოდ ემოციური გახსნა ჰქონდა, ეს არასპორტულია, თუმცა ამან გაამართლა და ჩვენ გამომდინარე იქიდან ახლა ვაკეთებთ შოუს, მოსულა რაღაც დონეზე. ძალიან რთული არის, როდესაც შავები უყურებენ ასეთ წითლებს. თუმცა მე მესმის ყველაფერი. ჰიტას საბოლოო ჯამში არ ქონია რაღაც განსაკუთრებული გათვლები, არ მოუწია, მისი ერთადერთი ბლეფი იყო 5 ნომრის დახილვა, რომელმაც არ გაამართლა, თუმცა საკმაოდ კარგი იყო და ის აგროვებს 15 ქულას.
შემდეგი მოთამაშე არის მახარა. საკმაოდ კარგი დეტექტივი გამოდგა. კარგად აიღო ფოლი და გაიხსნა დეტექტივად 4-იანს კარგად გადაეხსნა. შესაბამისად, მასაც დაეწერებოდა მსგავსი ქულა, რაც ჰიტას. თუმცა, ჰიტაზე წინაყენებს ის ფაქტი, რომ ბოლო სიტყვაში 12 ნომერი დატოვა შავად, მაგრამ მასაც დააკლდა აქცენტები. ასევე სამიანის გადამოწვევა მაშინ, როდესაც სამიანი 7-იანს ამოწევდა და 7-იანი მოკვდა იმ ღამეს, საკმაოდ კარგსულად შეიძლება ჩავთვალოთ. 7-იანი და 9-იანი რომ დარჩენილიყვნენ თამაშში, აუცილებლად სამიანი გაიყვანდა ან 7-იანს ან 9-იანს. ზოგადად ეს ისეთი თამაში იყო, რომ ბევრი ქულები ვერ დაიწერება, 20-ზე ზემოთ ქულები ვერ დაიწერება, იმიტომ რომ ბევრი სვლები არ ქონიათ მოთამაშეებს, ან თუ ქონდათ ასევე მინუსვლები. მახარას საბოლოო ჯამში შავი ვერ იპოვნა და ის აგროვებს 16 ქულას. ასევე მას ყავდა გადამოწვეული შოგუნი, რომელსაც შეიძლებოდა ბოლოში მოიგო. ამ თამაშის საბოლოოდ ლაშამ და კოპალამ მოიგეს ეს თამაში. გაყოფით, რომელიც არ ყოფილა ძნელი. საკმაოდ მარტივი გაყოფა იყო. 12-ისთვის 1 იყო, 2 იყო შავი, 2-ისთვის 12 იყო შავი. თუმცა ეს საკმაოდ კარგი იყო. ასევე კარგად განიხილავდა. ლაშას ამ თამაში როგორც პლუს ქულები ჰქონდა, ასევე საკმაოდ ბევრი მინუს ქულები ჰქონდა. მან 11 ნომერი გაიყვანა თამაშიდან აქცენტირებულად, მაშინ როდესაც 10 ნომერზე არ ჰქონდა ხელი აწეული. თუმცა ეს 10 ნომერზე ხელის აწევა თითქმის არაფერს არ წყვეტდა. თუმცა უნდა ვახსენოთ, რომ ეს ასევე პოზიციის დაფიქსირება არის. 12 ნომერს მოისაზრებდა როგორც პატიოსას და 11 ნომერი კრიტიკულ მომენტში გაიყვანა. ასევე ამბობდა, რომ 1-2 გუნდი არ არის, რომელიც იაკუძა და შოგუნი იყო, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ორი თორში წაეგოთ თუ ერთიანი არ მოკვდებოდა. ლაშამ 4 ადამიანში, როდესაც ბოლოში დარჩნენ, 2-2-ზე გაყო მაგიდა და ეს საკმაოდ მარტივი, თუმცა კარგი სვლა იყო. ლაშა აგროვებს 17 ქულას. საკმაოდ თანაბარი თამაში იყო კოპალასა და ლაშას შორის. ერთადერთი იმით განისაზღვრება ოდნავ მეტქულის დამსახურება კოპალას მხრიდან, რომ მას უფრო ნაკლები ცუდი სვლები ჰქონდა. არ იყო პატიოსნებისთვის კარგი თამაში და რაღაც მაქსიმალური ქულების დასაგროვებელი თამაში. თუმცა კოპალამ მოიგო თამაში. მისი მინუს სვლა იყო, რომ 7-9-ში განიხილავდა ერთი შავის გასვლას. პრინციპში ამას სამიანით შეიძლება განიხილავდეს. თუმცა ცუდად ხდება ეს დათვლაში. არ ელოდება კოპალა, რომ ღამე 2 ქილი მოხდება, როდესაც შოგუნი იაკუძაც და მაფიაც მაგიდაზე არის. ანუ 7-9-ში ერთი შავი გავიდა. შესაბამისად, პლუს ქულებისა და მინუს ქულების გათვალისწინებით კოპალა აგროვებს 18 ქულას. ეხლა კი დროა რომ შევაჯამოთ შედეგები. კალა და მახარა საბოლოო ჯამში 71 ქულებს აგროვებენ და ისინი გადიან მე-7, მე-6 ადგილებზე. ხოლო ჰიტა თავისი მოგებების გათვალისწინებით და დაგროვებულ ქულების გათვალისწინებით აგროვებს 73 ქულას. მე-4 ადგილზე გადის კოპალა 78 ქულით. მესამე ადგილზე გადის ბასტო 80 ქულით. ლაშა გადის მეორე ადგილზე 91 ქულით და ოზი იმარჯვებს All-Stars მეორე სეზონში 93 ქულით და 6 თამაშიდან 5 მოგებით. მე ვფიქრობ ეს სეზონი შედგა. წინ უამრავი სპორტული ტურნირები არის, რომელშიც ერთად შევხვდებით. ცელსიუსის რჩეული კი ხდება და ბოლოში გულები გაუსპამოთ ბასტო, რომელიც 6700 ლარიან პრემიუმ ხარისხის არისტონის გამათბობელს მოიგებს. უღრმესი მადლობა ცელსიუს მხარდაჭერისთვის, ხოლო ძალიან დიდი მადლობა Betson Sports, რომ ვაკეთებთ ერთად მაფიას. გვეხმარება, ასევე მხარში დაგვიდგა იმ სპორტული თბილისის თასის ტურნირის ჩასატარებლად, ფინალის შემდეგ შაბათს დაიდება. მადლობა, ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ამ ქულების მარტო დაწერა და იმედი მაქვს, რომ შემდეგში ისე განვითარდება, რომ აქ ჩემთან ერთად საჯები ისხდებიან, ერთად შევაჯამებთ ხოლმე თქვენთან ერთად პლუს და მინუს ქულებს და ერთად ამასაც ცალკე კონტენტად ვაქცევთ. ასე რომ გიყვარდეთ მაფია, გიყვარდეთ ერთმანეთი, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და წარმატებული წელი ყოფილიყოს 2026 წელი. კარგად.